საქართველოში ძაფრად დგას განათლების პრობლემა. წერა კითხვის და წაკითხulis გააზრების სიაში ვართ რაღაცა ბოლო ადგილებს. რა გამოიწვია ეს ყველაფერი და რატო ვართ მან სადაც ვართ. მასწავლებელი არის ცენტრი ამ შემთხვევაში იმისა, რამდენად სწორად განავითარებს მოსწავლის შესაძლებლობას და სწავლების პროცესი მოწყვეტილია ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ანუ სწავლა თითქოს ცალკე ისწავლა ბავშვმა ფორმულა, ისწავლა გამოთვლები, ისწავლა რაღაცა წაიკითხა, მაგრამ როგორ გამოიყენო? აი რაც იყო ჩემ დროს სწავლება, ეხლაც იგივე მეთოდოლოგიით მიგენ და იყვებიან ამ ყველაფერს. მათ გავჩერდები ახლა. მასწავლებლობა არის პროფესია, რომელიც მუდმივ განვითარების პროცესზე არის დაფუძნებული. თუ შენ ბედავ რომ ასწავლო, შენ უნდა ისწავლო ჯერ. თქვენ კითხვა დასვით, რომ როგორ განსხვავდება იმ თაობის მოსწავლეები ამ თაობის. სადა დედამიწასავით განსხვავდებიან. 25 წლის წინ სულ სხვა გამოწვევები მქონდა საკლასო სივრცეში. შენ უნდა მოერგო ამ საუკუნის ახალ ადამიანებს. ცოტა შეიძლება დამძიმდეს საუბარი, მაგრამ ძალიან მომრავლებულია, ხო, ეს რაღაცა ვანდალიზმები თინეიჯერებში, ბულინგი, ცემა, ყლარწკი. ზუსტად ეგ არის. სკოლა როგორც სამყაროს და საზოგადოების მოდელი, მან და შევდივარ, მან ვსწავლობ. ძალიან განვითარებული თაობაში მოდის, ოღონ ჩვენ უნდა სწორად ვასწავლოთ. ამიტომ სასურველია, რომ აი სკოლამდელი აღზრდა, თუ სკოლა ჯანსაღი ურთიერთობების სწავლის მიღმა, რომ ადამიანურ სამყაროზე ვიზრუნოთ ჩვენ. სანამ მასწავლებლის პროფესია არ იქნება უზენაისი, მით უმეტეს საქართველოში, მაგამდე არაფერი არ გვეშველება. გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი 9 საათი და რა თქმა უნდა ჩვენ ვართ პოდკასტ არეაში. დღეს როგორც ყოველთვის მაქვს ძალიან საინტერესო თემა და ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს. მგონია რომ ერთ-ერთ ყველაზე საჭირო თემაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მსოფლიოსთვისაც ეს არის განათლება სკოლა. ჩემი სტუმარი არის ხათუნა რაზმაძე. ქალბატონი ხათუნას აქვს 30 წელზე მეტი გამოცდილება მასწავლებლის სფეროში, მასწავლებელია. ის არის ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებითი საფეხურების პედაგოგი და მათემატიკის მასწავლებელი. მას აქვს დაფუძნებული ისეთი ფანტასტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია HEY და ის მუშაობს ყრუ და სმენის დარღვევის მქონე მოზარდებთან და ეს პირველი მინდოდა ბრიტანულ-ქართული აკადემიის სკოლის შემდეგ მე თქვა, იმიტომ რომ მართლა რაღაცნაირი ფასდაუდებელი ამბავი არის ჩემი აზრით ეს და არ ვიცი, ჩვენ უკვე გავისაუბრეთ სანამ კამერები ჩაერთვება და პირდაპირ გეტყვით რა აღფრთოვანებული ვარ თქვენი აი ამ რაღაცნაირი შემართებით და იმ სიყვარულისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, როგორი მასწავლებელიც ხართ დარწმუნებული ვარ და მე მგონია რომ ჩემს ცხოვრებაში ყოველ შემთხვევაში მასწავლებელი და სკოლა ძალიან გადამწყვეტი იყო ყოველთვის რა. მე ვსწავლობდი კერძო სკოლაში, რომელსაც ერქვა ქართული სასწავლებელი, დღემდე არის ეს სკოლა. და ჩემი სიყვარულია სკოლა პირდაპირ ესე შემიძლია რომ თქვა, რომ მე ვინც ვარ დღეს ძალიან მეტწილად ამ სკოლამ ჩამომაყალიბა იმ მასწავლებლებმა, რომლებიც იქ იყვნენ და იმ დამოკიდებულებამ, რაც სკოლის პერიოდში მასწავლებლებისა და დირექტორების მხრიდან ჩვენზე იყო და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების ფორმირებისთვის. მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ჩვენ აუცილებლად ჩავახავით მე ბოლოს უკვე თქვენს ამ საქმიანობას, რომელიც ბოლოს ვახსენე, მაგრამ პირველი კითხვა ესეთი იქნება ჩემი, რომ საქართველოში ძაფრად დგას განათლების პრობლემა. გარდა იმ ყველაფრისა, რაც ახლა ბოლო პერიოდში ტრიალებს, დიდი ხანია უკვე წერა კითხვის და მათ შორის წაკითხulis გააზრების რაღაცა სიაში, რომელიც არ ვიცი ზუსტად რა ეს ხო გამოკვლევები ვართ რაღაცა ბოლო ადგილებს. ხო, ბოლო ადგილებს ვიკავეთ. თქვენი აზრი მაინტერესებს, რა გამოიწვია ეს ყველაფერი და რატო ვართ მან სადაც ვართ. კარგი, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემაზე მოგვიწევ ჩვენ საუბარი. და პირველივე კითხვა, რომელიც ახლა გაჟღერდა, რატომ შეიძლება რომ აი ასეთ გარემოში თითქოს ძალიან ბევრი ყველა ვცდილობთ, ყველა მასწავლებელი და მშობელიც რა თქმა უნდა, რომ განათლების დონე იყოს მაღალი და ბავშვი სწავლობდეს კარგად, მაგრამ რაღაცა სულ სხვა შედეგს აძლევს და გვაძლევს ხო ეს რაღაცა კვლევები. მე მაინც ვფიქრობ და ალბათ ეს ფიქრი კი არ არის ფიქრი, დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ის, რომ სწავლების პროცესი მოწყვეტილია ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ხო? ანუ სწავლა თითქოს ცალკე ისწავლა ბავშვმა ფორმულა, ისწავლა გამოთვლები, ისწავლა რაღაცა წაიკითხა, მაგრამ როგორ გამოიყენოს?
ანუ რა ისწავლა მიღებული ცოდნა გამოიყენოს და მოარგოს თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ფიქრობ ეს უფრო უნარებია, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროა სწავლების პროცესში. ანუ ცოდნა, განათლება, მაგრამ ამასთანავე არის უნარი, რომელიც არის სწორედ ის ბერკეტი, რომელსაც მე წარმატების გზაზე მიღებულ ცოდნას გარდაქმნის საჭირო რესურსი. ანუ ცოდნა, რომელიც გახდება მისი მუდმივი თანამგზავრი, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, ხო? როდესაც ბავშვს თავიდანვე აქვს გააზრებული, რისთვის სწავლობს, რას სწავლობს, რისთვის სწავლობს და რაში გამოადგება ეს მიღებული ცოდნა. ანუ ჩვენ ვისაუბროთ კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ის არასაჭირო უნარები, რომელსაც ჩვენ მასწავლებლები ვცდილობთ, მაგრამ რაღაცნაირად არასაჭირო უნარებზე გავდივართ. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებისეულ უნარებზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, ხო? სწავლა იყოს ცხოვრებაზე დაფუძნებული, სწავლა კეთებით, აღმოჩენით, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, სხვათა შორის 21 საუკუნის მიდგომა და სწავლება სწორედაც რომ აი ამ აღმოჩენით სწავლებაზეა დაფუძნებული და მე ძალიან მიხარია ბარემ აქ ვიტყვი, რომ ჩვენ სკოლაში ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ეს არის სივრცე, სადაც სწორედაც რომ აი აღმოჩენებით, სწავლა კეთებით, სწავლა აი ამ განვითარებით, ევრიკა რო დაიძახებს ბავშვი, მაშინ არის ბედნიერი და მაშინ უყვარს სწავლა, ხო? როცა არ არის ძალდატანებითი, როცა თავად მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე სწავლების პროცესში და აღმოაჩინა. ხო? მაშინ არის ეს სწავლა უკვე ვთქვათ მორგებული ცხოვრებასაც და მიღებული ცოდნის გამოცდილებაც შესაბამისად ერგება უკვე ჩვენს საარსებო გარემოს. ანუ ფაქტობრივად ეხლა თქვენ რაც თქვით, მე სწორად მესმის თუ არა, მაგას დავაზუსტებ თქვენთან. წაკითხulis გააზრების პრობლემა შეიძლება იმიტომ დადგეს, რომ ადამიანები სკოლაში შესაძაც სწავლობენ, სკოლის მოსწავლეები სწავლობენ გააზრებულად. ანუ არ ჩავდივართ სიღრმეში, ხო? მხოლოდ ზედაპირული ცოდნა მიეწოდებათ ამ შემთხვევაში, ან ზედაპირულად სწავლობენ და როდესაც უკვე სიღრმეებში შედიხარ, როდესაც უკვე წაკითხული ტექსტის გააზრება, როცა კავშირი კიდევ ერთხელ ცხოვრებასთან, როცა წაკითხული და მნიშვნელოვანი სამოხება, სხვათა შორის მათემატიკას აქვს ძალიან დიდი წვლილი და როლი ამ საკითხის სწორად განვითარებაში, იმიტომ რომ მათემატიკა არის სათქმელის, მთავარი სათქმელის ამოწევა წინ, ხო ამოცანა. სხვა არაფერია თუ არა წიგნიერების უნარების განვითარება, რომ წაიკითხოს, გაიგოს და მერე მივიდეს სწორ გადაწყვეტილებამდე, ასე რომ სიღრმისეულ ცოდნა ვფიქრობ, რომ არის მეტნაკლებად აი მის შედეგი, რომ არ გავდივართ თქვათ უფრო მაღალ შედეგებზე ზოგადად საქართველოს თქვათ მდგომარეობით, ხო სწავლების პროცესს გულისხმობ. აი ხა თქვენ ხართ 30 წელზე მეტია, რაც მასწავლებელი ხართ. ფაქტობრივად მე რო დავიბადე, მაგიდან დაიწყეთ თქვენ მოღვაწეობა. მაგრამ რისი კითხვა მინდა იცით, აი თქვენი დაკვირვებით აი ამ ხელა პრაქტიკის ფონზე როგორ შეიცვალა სწავლება, იმიტომ რომ მაინც ეხა ჩემ სკოლაში კი ცოტა განსხვავებულად იყო რაღაცები, იმიტომ რომ სხვანაირი მიდგომა ქონდათ, იმიტომ რომ გერმანელების ჩარევით ესე ვთქვათ იყო იქ ბევრი რაღაცა და შესაბამისად კი ვაქცევდით ყურადღებას ნიშნებს, მაგრამ იმ ხელა მნიშვნელობაც არ ენიჭებოდა. აი თქვენთან მიმართებით როგორ იყო? ისე არის თქვა სკოლებში, რომ თავარი 10-იანი მიიღო, თუ აი ნიშანს ისევ იმ ხელა ყურადღება ექცევა და საერთოდ ნიშანი მიღებული ნიშანი რას ნიშნავს? არის თუ არა მნიშვნელოვანი, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ზოგადად? მოდი, სწორად შემოვატრიალებ ამ კითხვას, ხო? მე როგორც გავიგენახე, თანაბრად ყველა სასკოლო სივრცეში ეგრე არ არის, რასაც თქვენ გულისხმობთ. თავარი მაინც სკოლის ღირებულება, იმ სკოლაში, სადაც მოსწავლეს უწევს სწავლის პროცესი და მასწავლებლის მიდგომა, ხო? მასწავლებელი არის ცენტრი ამ შემთხვევაში იმისა, რამდენად სწორად განავითარებს მოსწავლის შესაძლებლობას და არა მარტო შესაძლებლობას, არამედ იმას, რამდენად თვითკმაყოფილია მოსწავლე თავისი შედეგით. ანუ დაწერილი ნიშანი, რისი მომტანია, თუ ამ ნიშანმა ბავშვს
სტრესი მოუტანა, თუ მშობელთან ურთიერთობამ თქვა დაძაბა, იმიტომ რომ თქვა რატომ არ მიიღე მაღალი ქულა, ყველა მშობელს ხო აქ ეს მithქომა არა და მაინც ჩემს სკოლას განსაკუთრებულად გამოვყოფდი BGI-ში, ეს ჩვენთან ცოტა ისეთი დონით არის, ხო? BGI არის სამყარო, სადაც ბავშვზე ორიენტირებულია ეს ყველაფერი. ბევრი კარგი სკოლაა საქართველოში, უბრალოდ მე ხა ამ ეტაპზე ამ სკოლაში ვარ და ძალიან კარგად სიღრმისეულად ვხედავ რა არის ამ სკოლის მთავარი სათქმელი. მთავარი მაინც ის არის, რომ ბავშვმა თვითონ მიიღოს სწავლისგან სიამოვნება, ესე რომ ვთქვათ, მიიღოს ის სიამოვნების ტკბობა, რომ მე ამის გაკეთება შემიძლია, რომ ყველა ადამიანი თანაბარი არ არის და ყველა ერთნაირად წარმატებული ვერ იქნება, მაგრამ მთავარია შენ გაიგო, მთავარია შენ მიხვდე იმ სიღრმეს, ეგან აი ზუსტად გააზრებულ ცოდნაზე ვსაუბრობდით, ხო, მთავარია მე ჩავიდე როგორც მოსწავლე სიღრმეებში და ნიშანი ხო, აი რაღაცა უკვე მეორე და მესამე ხარისხოვანი შეიძლება გახდეს. ეს სკოლაში, ხო? ხო, დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით ხო ნიშანი ისედაც არ იწერება, მაგრამ მაინც ყველა მშობელს, ხო, იცი, მშობელს აქვს ეს მithქომა, რომ რატომ არ თქვათ, რატომ ვერ მიიღო უფრო მეტი, თქვათ, რაღაცა განმავითარებელი შეფასებებია, ხო, დაწყებით საფეხურზე, რატომ არ აქვს უფრო მაღალი, კარგი კომენტარი, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ, როგორც მშობელს, ეხლა მე 5 შვილის დედა ვარ და ყოველთვის ვფიქრობ, რომ არ გამექცეს, სად არის მასწავლებელს შორისა და მშობელს შორის ზღვარი, ხო? იმიტომ რომ მე თითოეულ მოსწავლეს რომ პაწაწუნა კარგ წარმატებაზე, პოზიტიური განმამტკიცებლით და ბევრი, ვთქვათ, გამოცდილობითად და წინადადების დაწერის დროს, მაგალითად მე აქცენტს ვაკეთებ ყოველთვის, რომელი სიტყვა დაწერა კარგად, ხო? და ასე სამწუხაროდ მშობლებს გვეპარება ხოლმე ხანდახან არის რაღაცა ის, რომ დაღლილია მე მესმის 21 საუკუნეში იყო მშობელი, ესეც ძალიან რთული გამოწვევაა, იმიტომ რომ უნდათ რომ აკატაროს, იქ ჩართოს ბავშვი აქტივობაში მიიყვანოს, ყველაფერი მოასწროს, არა და როგორც 21 საუკუნის ადამიანს თვითონ თავად მშობელია ძალიან ჩართული და აი ამ აქტივობაში გახვეული მუდმივ გადარბენის რეჟიმში და ამიტომ ნახეთ დავალებების შესრულებაც ან რაღაცა აქტივობა რომელიც ბავშვს სახლში მიაქვს ხდება ხოლმე არაპოზიტიური განმამტკიცებლით როცა ბავშვს უკვე ერთი სიტყვა არაპოზიტიური განმამტკიცებლით რაც გულისხმობს აი მოდი ესე ვთქვათ რომ ყოველთ რაღაცა თუ შეიძლება იმ წუთში იწყებს მშობელი რომ ეს რა ქენი ხო ეს რატო შეგეშალა და იმას კი არა რომ აი მე აქამდე 5 სიტყვა კარგად დავწერე 5 მაგალითი კარგად ამოვხსენი და ის ერთი რო შემოშალა მოდი ასე ვთქვათ სწავლაში შეცდომები ხო ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს არის მნიშვნელოვანი სწორედ მასწავლებლის პოზიციიდან რომ დაანახოს მოსწავლეს რომ აუცილებლად შეეშლება და შეცდომა სწავლის პროცესში არ არის დანაშაული ხო შეცდომები მოდი ესე ვიტყვი მოსულა თუ არ შეგეშალა თუ არ წაიქეცი როგორ ადგევია რა და რეალურად სწავლის პროცესი თავარი ნახე რა არის არ შეეშინდეს მოსწავლეს რომ შემეშალა მასწავლებელო და რა ვქნა არა უშავს ცადე თავიდან შენ ამას უკეთესად შეძლებ თავარი შენი მონდომება და ძალისხმევა შენ რა ძალისხმევით რა დამოკიდებულებით უდგები ამას და აი ეგ არის ხოლმე რომ მშობელსა და მასწავლებელს შორის აი ეს ვთქვათ არასთანაბარი მიმართება იჩენს თავს რომ მშობელი ყურადღებას აქცენტს აკეთებს იმაზე რომ რა შეეშალა და მაღალი ნიშანი ქონდეს მაღალი მოლოდინი აქვს და ამ მაღალი მოლოდინის შესაბამისად თქვა შეიძლება ბავშვს ხმამაღლა უთხრას, რაღაცა არასწორად უთხრას და სიტყვას ხო იცით როგორ იცალა. სიტყვა არის ყველაფერი რომელსაც თებს გადაკადგმევინებს ხო სწორ გველსა ხვრელით ამოიყვანსო ხო ენა ტკბილად მოუბარი თუმცა ტკბილ მოუბარში ცოტა სხვა რამეს ვიტყვი. აი რამდენად სწორად ეტყვი ბავშვ შეცდომაზე, რამდენად მიუთითებს სწორად რომ შეეშალა, მაგრამ მე რა კიდევსაც ხო გვეშლება ხო მაგალითად მოდით ჩავიდეთ აი მაგ საკითხი ცოტა ღრმად მაგალითად სკოლის მოსწავლემ მიიღო დაბალი ქულა განვიხილოთ რა
კომუნიკაციას ამყარებთ თქვენ პირადად მოსწავლესთან, ოდესაც დავალ ქულას იღებს. აი რა პროცესი მიდის, მან ძალიან საინტერესო. ნუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე დაწყებით საფეხურზე მუშაობ და შესაბამისად ქულები ჯერჯერობით ჩვენთან არის წერება. კრიტერიუმის ძალიან ეს არის განმავითარებელი კომენტარი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გამოგდის, თქვა ჯერ კიდევ სამუშაო იმისთვის, რომ ყველაფერმა ძალიან კარგ შედეგამდე მიიღოს. თუმცა, ნახე პირველი რაც ამ დროს, როცა რაღაცა ვერ გამოუვიდა კარგად, ხო? ვეძებთ რატომ არ გამოუვიდა. ხო, მიზეზი. რატომ? იმიტომ რომ ყველა ქცევას აქვს წინსწრები რაღაცა. ყველა სასურველ თუ არასასურველ ქცევას ყოველთვის ფსიქოლოგიურად აქვს ეს, რომ რაღაცა იყო მისი წინსწრები, ხო? რა იყო მიზეზი, რომ რაღაცა ეს ძახშირად ყოფილა, რომ ვიცი რომ იცი შენ ეს და სხვაგან გამოუყენებია ეს ცოდნა და აი რაღაც კონკრეტულ, თქვა, შემაჯამებელ აქტივობაში ვერ გამოიყენა. ან ჯგუფში მუშაობის დროს ის შედეგი აღარ დადო, რა შედეგზეც მე მეგონა რომ თქვა სხვა დროს უფრო და პირველი არის მაინც ვეძებოთ სწორი მიზეზი. რატომ ვერ გააკეთა, ხო? აი ეს დავალება ისე როგორც თვითონ მქონდა მოლოდინი, ისე როგორც მასწავლებელს უნდა და ისე როგორც მშობელი მოიაზრებდა, რამდენი ისე არა. და ბავშვი ამ დროს ხდება მინიმალურ ფრუსტრაციაში ვარდება, რომ რაღაცა ვერ გავაკეთე, რა ვქნა, ახლა კიდე პატარა მეწეწონა ისინი აქვთ ნერვები, ხო იცით და ადვილად ნებდებიან ხოლმე ბავშვები, რომ აი ვერ გავაკეთე და აღარ მინდა, ვერ გავაგრძელებ. მასწავლებლის მთავარი როლი მაინც ეს არის, რომ დააჯეროს იმაში, თავის შესაძლებლობებში, დააჯეროს იმაში, რომ მე რა, ახლა შეგეშალა, მაგრამ ნახე ცოტა ხანში რა კარგად გააკეთებ. აი სრულ მუდმივი შეძახილი მაქვს, შენ ამა მე მჯერა შენ ვიცი რომ შენ ამას კარგად ვიცი რომ რაღაცა იყო მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ესა თუ ის აქტივობა თუ ესა თუ ის დავალება, თქვათ ისე ვერ გააკეთე როგორც შენ გინდოდა, ხო? მოკლედ ესე მინდა შევაჯამო, პირველი არის მაინც ფსიქოლოგიური მიდგომა და ფსიქოლოგიური შეფასება იმისა, რომ დღეს ვერ გააკეთე, ხო, ამას აუცილებლად უკეთესად გააკეთე, აი რომ მივდივარ ხოლმე სკოლაში ყოველდღე ვეუბნები, რომ ისე თამაშის დროს რაღაც აქტივობის პროცესში რომ ხო გახსოვთ დღეს უნდა გავაკეთოთ უფრო კარგად, ვიდრე გუშინ გამოგვდიოდა. ამასაც ვაკეთებთ, რომ ვეჯიბრებით მხოლოდ საკუთარ თავს, ხო? ჩვენ ვეჯიბრებით იმას, რომ რა გავაკეთე გუშინ, ისეთი რაც თქვა არ მომეწონა და როგორ გამოვასწორებ იმას სწავლის პროცესში, რამაც თქვა არ მოიღო ჩემთვის მიიღოს ჩემთვის სასურველი შედეგი. მაინც მგონია, რომ ემოციური მხარდაჭერა. აი შემოდის სიტყვა მხარდაჭერა, ხო? ჩვენ მასწავლებლები არ ვართ მხოლოდ საგნის გადამცემი, ხო, ჩვენ არ ვართ მხოლოდ იმაზე ორიენტირებული, რომ აი მე მაგ მიზნად დასახული რომ უნდა თქვათ ერთი წიგნი დავამთავრო. არა, წიგნის დასრულება საერთოდ მეორე ხარისხოვა. ნახე როგორ არის ჯერო ჩემი შვილი მჭირდება ჯანმრთელიო, ხო? განვითარებული საკუთარ ძალებში დარწმუნდა და მერე იყოს პრეზიდენტიო, ხო? გაგიგიათ და რეალურად ესეც ესეა, თუმცა მასწავლებლებს ჩვენ შეგვიძლია ეს, რომ აი სწორი ოქროს შუალედი შეურჩიო მოსწავლეს და ის თუნდაც ოქროს სიტყვები, აი ვწონი, სათი, აი გრამებში ვწონი, რომ რამე ისეთი არ წამომცდეს, რომ მის შეფასებაზე იმოქმედოს არასწორად. და ეს ჩემი ასე სასწორზე აწონილი სიტყვები შეიძლება ერთმა არასწორმა სიტყვამ ის რაკენი, რატო დაწერე არასწორად, ხო? რაღაცა დედის პაწაწუნა ან ბებიის რაღაცა არასწორმა, თქვა სიტყვამ, სხვა არაფერმა, არასწორმა სიტყვა შეიძლება ბავშვს мотиваცია დაუგდოს და წეგენმამდე ისეთი პაწაწუნა мотиваცია აქვს. ჩვენი მთავარი მიზანი მასწავლებლების ცოდნის განვითარების და გადაცემის გზაზე არის ის, რომ გადავცე, შევაყვარო, დავანახო სულ სხვა კუთხით და მივცე ის, რომ ეს არის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ როგორც ადამიანი, როგორც ამ სამყაროს ნაწილი, თითოეული ინდივიდი არის მნიშვნელოვანი და ხან გამოუვა ეს ამოცანა და ხან არ გამოუვა, ხო? და ამიტომ ვფიქრობ, რომ მაინც სწორი მიდგომა იქნება ძალიან საინტერესო, თუნდაც სწავლების
ესეთ ვქოთ პროცესში. ძალიან დიდი მადლობა მაგ დამოკიდებულებისთვის, რომ თქვენ გაქვთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თუ არა ხშირ შემთხვევაში არ ვიცი, ბევრ მასწავლებელთან არ მაქვს კონტაქტი, მაგრამ არ არის ხოლმე ეგრე თითოეულ სიტყვას დავწონი, რომ მისი შეფასება არ დავაგდო და ასე შემდეგ. იშვიათად თუ შეხვდება ადამიანს, ალბათ ეგეთი მასწავლებელი, იმიტომ რომ მე ისიც მესმის, რატო შეიძლება მასწავლებლებს მაგდენი ფსიქიკური რესურსი არ ქონდეთ, რომ ესე აწონ-დაწონო ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყველაფერი მესმის. და მადლობა კიდევ ერთხელ დამოკიდებულებისთვის და იმ ბავშვების ზრუნვისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. შემდეგი კითხვა ესეთი მექნება, სკოლა როგორც სამყაროს მოდელი. როგორ განსაზღვრავს პირველი ადაპტაციის გამოცდილება ჩვენს მომავალ ურთიერთობას სამსახურთან თუ აი საზოგადოებრივ სტრუქტურებთან? ეს იგი ძალიან საინტერესო კითხვა იყო თავისთავად, რომ სკოლაში ადარეთ თქვენ რაღაც სამყაროს, ხო? ესეთია, რომ სკოლა ნამდვილად ერთი განსხვავებული და განსაკუთრებული სამყაროა მართლაც. თუმცა ამ სამყაროს სხვანაირი ფაქიზი მოფრთხილება სჭირდება, ხო? როგორც ოჯახი, ოჯახს აქვს ერთი მთლიანობა და როგორც ოჯახში ხდება რაღაც ღირებულებები, სწორედ აი ამ ღირებულებებზე გადის თითოეული სკოლა. ყველა კერძო თუ საჯარო სკოლას თავისი რაღაცა ღირებულებითი მიდგომა აქვს და ძალიან მომწონს ჩემი სკოლის აი ეს მიდგომა და აუცილებლად უნდა გავაჟღერო, იმიტომ რომ მე ბევრ კერძო და საჯარო სკოლაშიც მიმუშავია და სხვათა შორის აი BGI-ში რომ აღმოვაჩინე ეს, რა ვქნა, უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს იყო ისეთი აღმოჩენა ჩემთვის, რამაც ძალიან დიდი აი თქვენ როგორც თქვი, რომ სამყარო შემოიტანა სკოლაში და ნახეთ როგორ ჩვენ გვაქვს ისეთ რაღაცა ლომების რაღაცა წამახალისებელი ლომები, როდესაც ბავშვი რაღაცას კარგად გააკეთებს, როდესაც ბავშვის სწავლის პროცესს გულისხმობთ. ორნაირია წამახალისებელი არის რაღაცა ყვითელი მონეტებია, ვაგროვებთ მონეტებს, წითელს და ყვითელ მონეტებს. წითელი მონეტები არის სწავლის პროცესში, რაღაც აღმოაჩინა, სწორად თქვა, გააკეთა და მაშინ იღებს და ყვითელი არის ქცევა. მაგრამ ეხლა სათქმელი რომ არ გამექცეს და გითხრათ ზუსტად, ყველაზე მაგარი იცით რა არის, რომ როდესაც მოსწავლე იღებს წითელ მონეტას, ეს მონეტა არის მთელი კლასის. ანუ ერთი მოსწავლის წარმატება, რაც ყველაზე რთულია, რომ სხვისი წარმატება გაიხარო, ხო, ეს ცხოვრებაში ხო რაღაცა კონკურენცია არის მაინც და პირველივე კლასიდან, ბაღიდან, სკოლამდელი ასაკიდან ჩვენ სკოლაში ხდება, რომ ერთი ბავშვის წარმატება არის მთელი კლასის წარმატება. და როგორ ერთი რო მონეტას მიიღებს, ამ მონეტებს, წითელ რაღაც მონეტებს ვაგროვებთ და თუ შეაგროვა 100 მონეტა, ნუ რაღაცა წამახალისებელი ჯილდო აქვს, ან ექსკურსიაზე მიდიან, ან თქვათ რაღაცა ფილმის ჩვენება აქვს, ან სასუსნაოების დღე აქვს, ან რაღაც მათთვის სასიხარულო წამახალისებელი. უბრალოდ ეს აღმოჩენა არის საოცარი, რომ ჩემთვის კი არა, გამარჯვება მარტო მე კი არა. ეს გამარჯვება ჩემი მოტანილია, მაგრამ მთელი კლასის არის და ნახოთ ეს მონეტა რო ჯერ ხო ვითვლით და არითვლის პროცესი და თან მათემატიკა ისე შემოესწავლა და თულა-თულაში თვითონ იციან 100 პირველკლასელები 200 300 ისეთ აგისახელებენ ამ ყოველდღიურ, მაგრამ როცა ერთი არის წარმატებული მთელი კლასი ჟრიაბულობს, ტაშს უკრავს, იმიტომ რომ მისი გამარჯვება იყო საერთო მიღწევა და ეს სწორი სამყაროა. ნახეთ რამე და ამიტომ ვამბობ, თითოეული სკოლა, თითოეული ოჯახი იქნება თუ სკოლა, სწორ ღირებულებაზე თუ დგას, ხო? სწორია ეს ღირებულება და აშკარად ნამდვილად მისაბაძია, იმიტომ კიდევ ვამბობ, რომ ბევრ სკოლაში მქონია გამოცდილება სწავლების, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია იმისა, როგორ გახდეს ჯანსაღი კონკურენცია ხდები და კონკურენცია არის რასაკვირველია, ბავშვები ერთმანეთში მე ეს უფრო კარგად გამოდის, მაგრამ მე როგორც მეგობარმა მთელი კლასისთვის აღმხელა წარმატება მოვიტანე და თან ეს წარმატება არის ყველასი, იმიტომ რომ იქ საერთო ჯიბაკში ესე რომ ვთქვათ იდება და ყველა ხედავს და დღეს ერთია სხვებზე მზრუნავი და ერთი მოსწავლე, ხო, მეორე იქნება ზოგი
ქცევაში, სასადილოში დავდივართ ახლა ჩვენ ეზოში და ქცევასაც ხო და ზოგი მეგობრობაში, ზოგი მეგობრის მხარდაჭერაში, ხო, თავისი ნივთის გაზიარებაში, ხო, იცით უპატარებს უჭირთ საკუთარი ნივთი რომ გაგიზიაროს. ცოტა ისეთი დედამუხი და მეგომაჩუკა ვიღაცა, მაგრამ საკუთარი ნივთის გაზიარებაში, მეგობრობაში, ვიღაცა რო წაიქცევა და ხაირბენს და წამოაყენებს თავის მეგობარს და თვითონ ამ დროს თამაშს წყვეტს, იმიტომ რომ მეგობარს ამ დროს მხარდაჭერა სჭირდება, რასაკვირველია ყვითელი მონეტით ჯილდოვდება და იცი რა, მე უკვე ყველაზე საინტერესო იცი რა არის, ეს სამყარო ისე თავისით შემოვიდა სკოლაში, რომ მე არც მეუბნები ბავშვს, რომ მოდი მიეხმარე მეგობარს, ჯერ თვითონ თავად გქონდა სურვილი რომ მონეტა მიიღო და ახლა ამ მონეტას რომ მიიღებ და მე უკვე ვიცი პეწეწორა ჩვევა ქმნის უკვე ხასიათს და ხასიათი უკვე გადადის ქმედებაში და ქმედება ისე ხდება ხოლმე რომ ზოგჯერ ისიც კი და ყვითელი მონეტა რომ მეკუთვნო და აღარც კი ახსოვთ ხოლმე ანუ ძალიან მიყვარს სიტყვა შემოესწავლათ ისე შემოესწავლებათ ხოლმე წარმატების გაზიარება, სხვისი სიხარულის გაზიარება და სხვისი მხარდაჭერა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვამბობთ, რომ თუ სამყაროა, სამყაროში ყველაფერია, ხო? მეგობრობა, სიყვარულია, ემპათია, მხარდაჭერა, თანადგომა და ამდენი რამე რო კოსმოსი რო უნდა შევიტანო ამ პირველკლასელებთან. აი რაღაცა პაწაწუნა მხარდამჭერი აქტივობები ნასწორედაც რომ ხდის უფრო ეფექტურს, უფრო სახალისოს, უფრო მათი მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზეა ორიენტირებული და რაც მთავარია შედეგიც აქვს და შემოვასწავლეთ კარგი ჩვევები და რაღაცები ესე რომ ვთქვა. და მე ჩემი შემდეგი კითხვა ესეც არის რომ ამ სამყაროში ეს ყველაფერი ჩამოთვალეთ თქვენ რა თქმა უნდა არის, მაგრამ არის არა ჭყალებში ვთქვათ კეთილი რაღაცებიც, ხო? შეიძლება ის იყო, არ ვიცი ხო პირველ კლასელებში რამდენი თავი და თქვენ გამიმხილეთ და მითხარით. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად შეიძლება ბულინგი შეამჩნიოთ, შეიძლება ჩაგვრა შეამჩნიოთ. აი, ამ შემთხვევაში როგორ იქცევით ბავშვებს, როგორ? ძალიან საინტერესო კითხვაა და სწორად აღნიშნეთ, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ვარდისფერი ფერებით და ესე რომ ვთქვათ, ვარდებით არ არის მოფენილი. არის ბულინგიც, არის დაჩაგვრაც, არის ვთქვათ მეგობრის რაღაცა, მაგრამ კიდევ ამბობ, სწორი განმამტკიცებელი არის კარგი ვთქვათ საშუალება იმისა რომ დაგეხმაროს რომ ეს რაღაცები აიცილო მაგრამ აი თქვენ შეამჩნიეთ მაგ შემთხვევაში ხდება ხოლმე რა თქმა უნდა ჯერ ინდივიდუალურად ბავშვთან გასაუბრება ჩვენ ყავს ძალიან კარგი ფსიქოლოგთა გუნდი რომელიც თქვა თუ მასწავლებელი ფიქრობს რომ აი ფსიქოლოგთა დახმარებით შეიძლება და უფრო კარგად მიეთანა სათქმელი ძირთადად ანიმაციებით ნახეთ кейსებით სწავლება არის ძალიან კარგი იმიტომ რომ რაღაცაზე სხვაზე უყვები ხარბზე ეუბნები მაგრამ ხო აი როგორც კი ასეთი ხდება ხოლმე რა თქმა უნდა არის როგორ შეიძლება რომ სადღაც ერთი მაინც არ კონდეს ბავშვს მცდელობა რომ ვიღაცას რაღაცა წართვას მოეწონა სხვისი და აიღოს რაღაცა წამოწდეს ისეთი არასასურველი სიტყვა ხო რომელიც კიდევ ამბობ მე მასწავლებელი ვწონი სიტყვებს და გრამობით ვანაწილებ შეიძლება მოსწავლის მიმართ ეს თუმცა მასწავლებელი საუკეთესო მოდელია ხო ოჯახის წევრი მშობელი საუკეთესო მოდელია ოჯახში და სკოლაში უკვე მასწავლებელი თუ იცის რომ აი როგორც კი რაღაცა არასწორი ჩვენ ნახე საქციელს კი არ მიუთითებთ იმაზე კი არა რომ რატომ შეგეშალა ასე უკეთესი იქნებოდა ანუ სწორი მედლის მედალს ორი მხარე აქვს და ჩვენ ვცდილობთ რომ მედლის მეორე კარგი მხარე დავანახოთ кейსებით სწავლებით პაწაწუნა ვიდეო რგოლებით რაღაცით ანუ სხვაზე ზღარბზე დათვზე ცხოველებზე სხვა ადამიანებზე და ის განვიხილოთ და მე თვითონ იტყვის ხოლმე თვითონ მე აღმოაჩენს ხოლმე ხო რაღაცა არ იყო ის საქციელი რომელიც და ჩვენ აი იციან ხოლმე რომ აი ყოველდღე მე დამასწრებენ ხოლმე რომ აი ნახეო გაუკეთეს ხასის რა ჩვენ გინდა რომ გაკეთეთ და ყოველ ჯერზე ამას აი ვატრიალებთ ხოლმე საგაკვეთილო პროცესში რომ აი თუნდაც ვიღაცა წამოიძახა პირობითად ხო ამას უნდა და სწორი პასუხი ეთქვა და დაასწრო სხვა და ესეც ხო ერთგვარი ის არის რა რაღაცა და ჩერდებით და იციან რომ ამ დროს
არ მომეწონებოდა მეც ხო როცა ჩემს სათქმელს ვიღაცა წავართმევდა ვიღაცა ჩემ მამდე ჩემს ნაზრებს გააჟღერებდა და იმ წუთში იწყება შეჩერება აბა როგორ ფიქრობთ ხო მომდა მე იწყება ეს ჩვენი ოქროს წესები და ოქროს წესს მოდი ესე ვიტყვი კიდევ ერთი რამ უნდა აქვე წესმა მოიტანა და ვთქვა რომ ჩვენ სკოლას აქ ეს BGI რა ვქნა ხშირად მომადგა პირზე კიდევ ამბობ იმიტომ რომ ამდენ წლიანმა გამოცდილებამ მიმიყვანა იქამდე რომ ბევრი რაღაცა კარგი რაღაცები დავინახე აი ამ დეტალებში ყველაფერი ხო წვრილმანებშია ბედნიერება ხო წვრილმანებშია და ზოგადად სამყაროში და ნახეთ ჩვენთან არის შეთანხმებები რა საინტერესოა თქვენს და მოსწავლეს შორის ხო ანუ სკოლას ზოგადის ღირებულება სკოლის არ არის წესების დაცვა ხო აი ამას ქვია ხო არის რომ ჩვენ ზოგადად სკოლებში არის რომ დავიცვათ წესები და ანუ 2 ან 3 წესს მასწავლებლები უზიარებენ და ჩვენ გვაქვს ესე ჩვენ გვაქვს შეთანხმებები ესე ქვია შეთანხმებები და ვცდილოთ მასწავლებელიც და მოსწავლეც დავიცვათ ჩვენი შეთანხმებები რაღაცა 4 ეხლა შინაგანად ჩვენთვის როგორც ისე როგორც წესი ეს არის ხო ჩვენ როგორც ყველგან და არაფრით გამორჩეული რომ როცა სხვა საუბრობს ჩვენ უსმენთ როცა რამის თქმა გვინდა არაფრით გამორჩეული მაგრამ როგორც კი შემოდის სიტყვა შეთანხმებები და არა წესი ეს შეთანხმებები ჩვენ ერთად შევადგინეთ ანუ რა არის ის რა ჩვენ გიშლის გაკვეთილზე ხელს ბავშვს ეკითხები ხო ის მიშლის რომ მასწავლებელ აი თქვენ რო საუბრობთ თქვათ ვიღაცამ წამოიძახა მოდი შევთანხმდეთ რომ ესე აღარ და აი ეს თვითონ ამ შეთანხმებებმაც შეიძლება რომ ძალიან სწორ სასურველ ქცევამდე მიგიყვანოს კიდევ ამბობ სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა სიტყვას შეარჩევ იმისთვის რომ სწორად განავითარო მოსწავლეში ვთქვათ სწორი განმამტკიცებელი აღმოჩნდე ერთი კითხვა მომივიდა ხა თავში ჩემთ ბავშვობაში იყო იმ წამოძახებაზე გამახსენდა თუ ვიღაცა ურჩი მოსწავლე რამოდენიმეჯერ ეს ვამბობ მაღალ კლასებში უფრო და არა დამწყებ ბევრჯერ წამოიძახებდა ძალიან ბევრჯერ წამოიძახებდა მე მასწავლებელი ამბავს უშვებდა საკლასო ოთახიდან ეს პრაქტიკა არსებობს კიდე არა მოდი ესე ვთქვათ რა ხა საკლასო ოთახიდან გაშვება ცოტა არ არის ამ ეტაპზე და ხა ამ საუკუნეშიც ვთქვათ რაღაცა თუნდაც რაღაცა დასჯის მეთოდი რატომ მეგობრების მიღმა, რატომ უნდა აღმოჩნდეს მეგობრებია რომ გაიაზროს რა არ გააკეთა სწორად, ხო? მე ჩემი მიდგომაა რომ არ მგონია რომ საკლასო ოთახის დატოვება და ეს იყოს სწორი გამოსავალი, რატომ ის რომ გავიდა და შეიძლება ზუსტად ისეთი ძვირფასი სიტყვა თქვა ან მეგობარმა ან მასწავლებელმა აი ამ ძვირფას წუთებს რატომ უნდა მოვაკლო, მაგრამ კიდევ ვამბობ ისევ გააზრებით, ისევ იმითი რომ რა იყო ეხა შენ საქციელში არასწორი, ისევ თვითონ თავად მივიდეს ბავშვი აღმოაჩინოს, რა შეეშალა და რას გააკეთებს ხვალ უკეთესად, ვიდრე დატოვოს საკლასო სივრცე, თქვა დატოვოს მეგობრები და გამოტოვოს ის ძვირფასი ერთი სიტყვა თუნდაც, იმიტომ რომ ჩვენ ხო ყოველდღიურად რაღაცას ვსწავლობთ, ხო? ყოველი გაკვეთილი ყოველი მომდევნო გაკვეთილი, ქართულია, მათემატიკა თუ IPC-ა თუ რასაც, ყოველი მომდევნო გაკვეთილი წინასგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ დღეს მე კიდე ახალი რამ ვისწავლე, ხო? და ის ერთი სიტყვა, რა იცი, როდის თქვა მასწავლებელმა ის ბრილიანტი რომ არ გაეპაროს. მე გეკითხებით, იცით, ბოდიში გაწყვეტინებთ, ეხლა ჩვენ გვიყურებთ ამ ბევრი მაყურებელი ნახავს ამ ეპიზოდს და ამ მაყურებლებში იქნებიან ალბათ მასწავლებლებიც, რომლებიც სხვა სკოლებში ასწავლიან, იქნებიან მშობლები, რომლებიც ბავშვების შვილების სკოლაში სწავლობენ და ადამიანები, რომლებიც სკოლაში ისწავლეს. რატო გეკითხებით აი რომ ეს მხარე რომელიც ნათელია და ლამაზია გასაგებია აქეთ ამ მხარე რომელიც არ არის ნათელი და ლამაზი ამას რა მიდგომები სჭირდება თქვენი მხრიდან ძალიან საინტერესო იქნება თქვენი პრაქტიკიდან როგორ უდგებით ამ რაღაცებს თუნდაც სკოლა როგორ უდგება ამას იმიტომ რომ ალბათ საუკეთესო მაგალითებიდან უნდა ვისწავლოთ და ვიცოდეთ რომ მაგალითად მშობელი რომლის შვილიც ახლა სკოლაში სწავლობს ის შეიძლება რომ მივიდეს და უთხრას რომ იცი რა თუნდაც არ ვიცი სკოლის მენეჯმენტს თუ მასწავლებელს თუ ვიღაცას უთხრას რომ აი ეს არასწორი საქციელია შენ როგორც მოიქეცი ხო თქვა ბავშვთან ან ბავშვს სხვანაირად აუხსნათ თუ მშობელმა ან მასწავლებლმა იმიტომ ეს მხარეც აუცილებლად უნდა განვიხილოთ აი თუ მაგალითად ეს ბავშვი რომელიც არ გაუშვით
კლასიდან, რომელმაც ძალიან ბევრჯერ წამოიყვანა. მაგრამ აი იქვე როგორ ნეიტრალდება, მოხდა იქ ხელს რო გიშლით. აი ბავშვი რომელიც არ ჩერდება, აი მოусვენრად ერთ და იგივეს რაღაცას ხან ყვირის, ხან ისვრის, ხან რაღაცას აკეთებს, აი არ ჩერდება. აი სანამ იმ მომენტამდე მიხვალთ, რომ რაღაცას დაისვათ და გააგებინებთ, აუხსნით და შემეცნების პროცესამდე. ადგილზე როგორ ხდება, ეხლა ცუდი სიტყვა უნდა ვიხსენო შეიძლება, მაგრამ განეიტრალება იმ პროცესის, რაც ხდება, ხო? მოდი დავიწყოთ იმით, რომ თუნდაც 21 საუკუნეს ასე რომ ამაყობთ, რომ ასე ბავშვზე ორიენტირებულია, ასე არის მასწავლებელი ბავშვის ირგვლივ დედამიწის ცენტრი არის ბავშვი და ბავშვის ირგვლივ ტრიალებ და მასწავლებელი ხარ, აი უბრალოდ აი ამ იმის, მაგრამ რასაკვირველი არის ესენიც, ხო? ასევე არის ის, რომ 21 საუკუნემ ამ გაჯეტებმა აი ამ რაღაცა გამოიწვია არასასურველი ქცევებით საკლასო სივრცეში, ხო? ანუ არასასურველი ქცევა, კიდე წეგან მე ვამბობდი და გავიმეორებ კიდევაც, ნებისმიერ ქცევას აქვს წინ სწრები ქცევა. არასასურველი ქცევა ყოველთვის მოდის აი იმ წინ სწრები ქცევა. და შეიძლება რაღაცა თუნდაც აი ის რომ ვიღაცამ დაასწრო და ბავშვი ამ დროს გაღიზიანდა და აგერ თქვათ პირიქით ცდილობს რომ ხელი შეგიშალოს. შეიძლება იყოს რომ ყურადღება აკლია შენგან და მასწავლებლისგან ან მშობლისგან ან მეგობრისგან და აი ყურადღების ცენტრში უნდა რომ იყოს. ასევე შეიძლება რომ სხვადასხვა ტიპის მოსწავლე გადის საკლასო სივრცეში, ხო? იმიტომ რომ საგანმანათლებლო სივრცემ მოიტანა ესეც, თუნდაც საუკუნემ გაჯეტებიდან გადმოდის, ბავშვი აი ამ რეებს აღარ უყურებს, ვინ იცის და ეს შეიძლება სწორედაც რომ მის ქცევაზე აისახოს არასასურველად, ხო? და აი ამ ყველაფერს სჭირდება, აი კიდე აი ის რაღაცა ოქროს სწორი ღერძოვანი ტრიალი, იმიტომ რომ მე თუ ვამბობ, რომ ბავშვი არის სამყარო ცენტრი, როგორც მასწავლებელი და როგორც მასწავლებელი მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის განვითარებაზე ვიზრუნო, მის ყველაზე მთავარი მაინც ხო არის ემოციურ მდგრადობაზე ვიზრუნო, ხო? რატომ წამოიძახა, რატომ შეუშალა სხვას ხელი? ეს ხომ უფრო სწორი იქნებოდა ამ კუთხით დამენახა ზოგჯერ რა მოხდა ოჯახიდან მოვდივართ ყველა შეიძლება ბავშვი მოვიდა რომ თქვა შეესწრო ბავშვებს სხვანაირ მშობლის რაღაც უთანხმოებას შეესწრო, აგერ მოვიდა ბავშვი და დედა დღეს ავარიაში, მანქანას თქვათ და ბავშვი მოვიდა სტრესში. ანუ 1000 სტრესული გარემოა და სწორედაც რომ შეიძლება ეს იყოს იმ მისი არასასურველი ქცევის წინ სწრები მოვლენა. შესაძლოა რომ ეს იყოს. ამიტომ მოდი მე ვიტყვი რომ ისევ სიტყვა მხარდაჭერას მოვიტანდი, მხარდაჭერა, რომელიც არის ყველა მასწავლებლის, თითოეული ინდივიდისაც არა მხოლოდ მასწავლებს, იმიტომ რომ მასწავლებელი თუ ემპათიურია, მასწავლებელთან თუ ტოლერანტული გარემოა, თუ მასწავლებელი მართლაც არის ნიმუში საუკეთესო მხარდაჭერისა, ბავშვები ამას ძალიან კარგად ითვისებენ. აცდიან, ზოგჯერ იგნორია საჭირო, ხო? იმიტომ რომ ზოგჯერ იგნორმა პირიქით შეიძლება ეს ყველაფერი დაამშვიდოს, ზოგჯერ პირიქით შეგვიწყვეტია რაღაცები, ბავშვებს აქტივობებს აძლევ და მიდიხარ მასთან. და სწორედ აი ეს შეიძლება აი ერთი ხელის დადებამ, შეიძლება უბრალოდ ყურში რაღაცის ჩაჩურჩულებამ, შეიძლება ეს ყველაფერი ურცბად დაალაგოს, მაგრამ შესაძლოა რომ დაგჭირდეს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, თუ ბავშვის, თქვათ, ჯერ პირველი იწყებებით, ჩვენს უკვე გვაქვს დაკვირა, მასწავლებლებს გვაქვს ეს ძალიან კარგი, თქვათ, ჩვევა, თუ ყველა მასწავლებელი გამოიყენებს, რომ დაკვირების დღიური ჩვენთვის არავინ არ არის, ჩვენთვის აკვირდები, აი თუნდაც წინსწრები ქცევა, რასაც ვამბობდი, ხო? მაგალითად, ხშირად ყვირის, ერთხელ კი არ წამოიყვირა, მაგალითად, ყველა გაკვეთილზე ყვირის, მაგრამ ჩვენ აი როდის ყვირის? იქნება შია. ხო, მესმის ანკარ დილით ვერ მოასწრო საუზმე, ხო? იქნებ უბრალოდ კიდევ ამბობ ოჯახიდან გამოვიდა, გამოუძინებელია. ანუ აი ეს დაკვირების დღიური სწორედ გეხმარება იმაში, რომ რამდენად ხშირია ეს არასასურველი ქცევა, რამდენად ინტენსიურია, ანუ ხშირი და ინტენსიური, ხო? რა ინტენსივობით არის ყველა გაკვეთილზე ყვირის? თუ მარტო მათემატიკაზე ყვირის და თუ მარტო მათემატიკაზე იქნებ არ ესმის ეს მათემატიკა და იმიტომ ყვირის რომ თქვათ ყურადღება მიიპყროს. მოკლედ ესე რა ვთქვათ, მასწავლებლობა ერთი ძალიან კარგი ფრაზა ვიპოვე ერთხელ და აღვრთოვანდი ამ ფრაზით, რომ მასწავლებელიო
პროფესიას აერთიანებს თავის თავშიო, ხო და აი სწორედ ეგ არის, აი თუ ჩვენ როგორც საუკეთესო მოდელი, რომ მეც მათ შორის საკუთარ თავსაც ხშირად უნდა შემოვუძახო დარწმუნებული ვარ, რომ აი სადმე რამე არ გაგვეპაროს, რომ აი როგორც საუკეთესო მოდელში კარგი იქნებოდა, რომ ჯერ გავიგო რა სჭირს და რა არის ამ არასასურველი ქცევის მიზეზი, ვიყო მისი მხარდამჭერი და ვიყო აი ის მისი ადამიანი, რომელიც გავუმარტივებ ცხოვრებას, ხო? სასწავლო პროცესს. აი, რაღაც სამყარო ახსენეთ და კიდე ბევრჯერ ვიტყვი, რომ საგაკვეთილო პროცესი უდიდესი სამყაროა. Წამი ერთი დღის განმავლობაში ხა ბავშვები 8-7 საათი როცა რამხელა ინფორმაციას იღებენ, რა ტიპის ცოდნას, უნარს, ჯდომას, გამოცდილებას, მეგობრობას, ყველაფერს იტევს ერთი საგაკვეთილო პროცესი და აი გარის სწორედ მთავარი რომ არ გაგვეპაროს ჩვენ მასწავლებლებს რომ ის კი არ არის ჩემი მიზანი, რაც შეიძლება ბევრი ცოდნა მივცე, ხო? მივცე ცოდნა ჯანსაღად, სწორად ისე რომ არავნო. არ დაასიანო. არ მისცე ან სხვამ არ დასცინოს, ან თავი არ იგრძნოს, თქვა დამცირებულად, ან თქვა ვერ აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იპოვო ადამიანში ადამიანი და მე კიდე ყველაფერი თავისით ლაგდება, ასე გამოდის. ჩემმა ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც ჩემი მასწავლებელი, ოღონდ არა სკოლის მასწავლებელი, ცხოვრების მასწავლებელი. გაგიმართლათ ასეთი ცხოვრების მასწავლებელი. რამოდენიმე მყავს და ვფიქრობ, რომ ნამდვილად გამიმართლა. მან თქვა ესეთი სიტყვა ამ პოდკასტში სულ ვიმეორებ ხოლმე ამას ბევრჯერ მithქვამს ამ სხვადასხვა ეპიზოდში, რომ სანამ მასწავლებლის პროფესია არ იქნება უზენაისი და ყველაზე დაფასებული ყველა ქვეყანაში და მით უმეტეს საქართველოში, მაგამდე არაფერი არ გვეშველება. ხო, მასწავლებლის პროფესია ნამდვილ გმირობაა, ეხლა ნამდვილად რაც არ უნდა თქვა, მეტნაკლები გმირობა, რომელიც ზუსტად შენსაგან ყველაფერი შენი კლასით იწყება, იმიტომ რომ აი რაღაც უცბად ტერმინი წამოდა ერთ კალამს, ხო, ერთ წიგნს, ერთ მასწავლებელს შეუძლია რომ შეცვალოს, ხო? მსოფლიო და ნეტავ ვიყო ის ერთი მასწავლებელი, ვის ცხოვრებასაც თუნდაც 15 ბავშვიდან ერთისაც, ხო? ეს მართლაც რომ ყველა მასწავლებელი სანატრელი ის იქნება, ხო? თქვენ შეცვლით და ზოგადად ყველა სკოლაში და ზოგადად მთელს ქვეყანაში უნდა ედგეს ეგ საკითხი, რომ ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ყველაზე დაფასებული, დაწყებული ხელფასიდან დამთავრებული ყველაფრით აბსოლუტურად. იმიტომ რომ მართლა ბევრი ბედნიერი ახლა თქვენი სკოლა დარწმუნებული ვარ რომ გაძლევთ ბევრ რამეს, რასაც შეიძლება ვთქვათ საჯარო სკოლებში არ ხდებოდეს და როდესაც მასწავლებელი არ არის ბედნიერი, თავს არ გრძნობს დაფასებულად და სრულყოფილად, ეს ბავშვზე აუცილებლად აისახება, აუცილებლად გადადის ეს ხო ჩვეულებრივი განწყობა არის, ხო, ამიტომ ეგეთი ამბავი. კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტად იყოს ნამდვილად გეთანხმები ზოგადად საზოგადოებაში და არა ხა კონკრეტულ სივრცეებში აღგორესმო. თქვენ როგორც საუბრობთ, ხო, მაგალითად, როდესაც ფიქრობთ, რომ ბავშვი უნდა იყოს პირველ რიგში ფსიქიკურად ჯანსაღი, ეგ ნიშნავს, რომ ეს ხომ რაღაცნაირი მოწყობა არის ესეთი 21 საუკუნის, ხო, რაღაცა სკოლაში, ბაღში შევედი, გამოვედი, სკოლაში შევედი, გამოვედი, უნივერსიტეტში შევედი და მე აღმოჩნდი, ხო, ანუ რაღაც გადავდივარ რა ამ დონეებში, ხო, სინამდვილეში. და მე შევედი საზოგადოებაში. მე თუ ბაღში ჩემ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე არის ზრუნეს, თუ ჩემ სკოლაში ჩემ ფსიქიკურ ჯანმრთელობა არის ზრუნეს და მე უნივერსიტეტშიც არის ზრუნეს. ნუ უნივერსიტეტში თუ მივედი, შეიძლება ზოგი უნივერსიტეტშიც არ ასწავლოს, ხო? საბოლოო ჯამში ხო, ეხლა ცოტა შეიძლება დამძიმდეს საუბარი, მაგრამ ამ პოდკასტში ისე არ გამოდის ყოველთვის საუბრობთ ხოლმე ზოგადად საზოგადოების გამოძახილებზე. ძალიან მომრავლებულია, ხო, ეს რაღაცა ვანდალიზმები თინეიჯერებში, ერთმანეთის ბულინგი, ცემა, ყულარწკი და ძალიან მძიმე სიტუაცია არის და ზუსტად ეგ არის. ზუსტად ეგ არის, იმიტომ ვახსენე რომ სკოლა როგორც სამყაროს და საზოგადოების მოდელი, ხო? მან და შევდივარ, მან ვსწავლობ რა ურთიერთობებს ვამყარებ, აბა როგორ უნდა ველაპარაკო. კი, აქედან ეგ არის საწყისი რა და საძირკველი სინამდვილეში და რაღაცა ძველი ფრაზა გამახსოვს თუ საძირკველი დანგრეულია, ხო, მე იმ კედლებიც რაც უნდა აშენო და ალამაზო შესაბამისად უკვე ამიტომ სასურველია რომ აი სკოლამდელი აღზრდა, თუ სკოლა, თუ აი ჯანსაღი ურთიერთობების სწავლის
სწავლის მიღმა, რომ ადამიანურ სამყაროზე ვიზრუნოთ ჩვენ მასწავლებლები. კიდევ ამბობ, მე ჩამთავს ძალიან ხშირად ვეუბნები ამ სიტყვებს, რომ არ გამოგეპაროს ყველას სათავისო სიტყვა და ყველას სათავისო ვიღაცისთვის თუ მოტივაციის მიმცემი შეიძლება აღმოჩნდეს ჩემი წახალისება, შეიძლება სხვისთვის პირიქით სხვანაირად აღიქმებოდეს. ამიტომ ეს ყველას სათავისო დავკანკალებდი, რაღაც ერთი ესეთი სიმღერა გამახსენდა. აი ეს სჭირდება ყველა ინდივიდს, იმიტომ რომ ინდივიდები ეგ არის მრავალფეროვნება და განსხვავებულობა და კლასში ყველაზე მეტად შეიმჩნევა, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ, ხო? მაგრამ და სკოლაშიც იცით რა, აი მასწავლებლის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით რა. ხო, სამწუხაროდ ალბათ მაგის კონტროლი, ესე ვთქვათ, დიდად არ ხდება. შეიძლება ისეთ სკოლაში, სადაც თქვენ ასწავლეთ, ხდება იქ, მაგრამ აი ბევრ სკოლაში ეგ არ ხდება, ხო? და მე ეს აი ვქრებ ძალიან ბევრ შემთხვევაში ყოფილა, რომ ცემენ ბავშვებს, ხო, ურტყავენ. თუ არის კიდე 21 საუკუნეში ეგ არ ვიცი, თუმცა ჩემ ბავშვობაში და მე შევსწრები ვარ, ნუ ცემას ახლა პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ თქვა დაყვირებას, შეურაცხყოფას, თვისმოქმედე და მე მახსოვს, რომ მაშინ ბავშვობიდან არ მიოცნებია სხვათა შორის მასწავლებლობაზე და რაღაცა გარემოებამ მოიტანა, რომ მე აი შევცვალე და მადლობა სამყაროს, რომ აქ ვარ და ამ პროფესიაში, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ახლაც რომ მკითხო რა იქნებოდი, ვიქნებოდი მასწავლებელი და აუცილებლად ვიქნებოდი მასწავლებელი. იმიტომ რომ მე მაქვს საქმე და ჩვენ ამ პროფესიის ადამიანებს გვაქვს ადამიანებთან საქმე, ბავშვებთან. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირებული და სწორი არჩევანია, იმიტომ რომ ადამიანად აქციო თუნდაც სწავლების მიღმა უდიდესი პასუხისმგებლობა. ძალიან დიდი. იმიტომ რომ დრო ისე ძალიან დიდ ნაწილს ვაწარავთ რეალურად სკოლაში, ხო? აი უდიდეს ნაწილს ვაწარავ. 2, 3, 4, 5 საათი წარმოიდგინე ხა ზოგ სკოლაში კიდევ მეტი და მე 9 საათზე რო ვიწყებდით ხომ რაღაც დაწყებითებში არ მახსოვს, მაგრამ მე 2-ზე ვამთავრებდით სკოლას რა. ხო, რაღაცა კიდევ ამბობ ის ერთი დღე არის მთელი თავგადასავლები. აი რაღაცა უცბად სიტყვა მოიტანა და რამდენჯერ ყოფილა ხომ როგორც მშობელი. აბა რა მოხდა სკოლაში და უბრალოდ აი ეს ეკითხება რა რო გინდა რო შულთან გომ და გეუბნება არაფერი. როგორ შეიძლება რომ არაფერი მომხდარიყო როცა 5 გაკვეთილი რაღაცა სპორტი რაღაცა წარმატება ქონდა მეგობარს აგერ შენი წარმატებით სიხარული მოუტანე აი მაგრამ ისევ მივალ აი როგორც მშობელი მე ცუდ ვცდილობ ხოლმე რომ არ გამომეპაროს ჩემი შვილების იმიტომ რომ ყველას თუ სკოლაში სჭირდება სათავისოდ დავკანკალებდი ასევე სჭირდება ოჯახში შვილებსაც და აი ჩემ ძალიან ისეთი გზავნილი იქნებოდა ახლა ამ ეტაპზე უკვე მშობლებთან რომ ცოტა მეტი უფრო მეტი სიყვარულით უფრო მეტი მონდომებით უფრო მეტი ზერელეთ კი არა აი თუნდაც 15 წუთი სავსებით საკმარისია რომ გაატარო, ოღონდ აი 15 წუთი სრულად და არა ესე რომ შენ თქვა ტელეფონში იყურებოდე და ბავშვი თავის საქმით, აი ხო წავიყვანე ეზოში და ამ დროს თქვა ისევ დედას ზის და ბავშვი თავისთვის თამაშობს და უკვე დედასთან კი არა მაინც ხო, ანუ თუნდაც 15 წუთი, მაგრამ სრულად ბოლომდე იყო ბავშვის და ბავშვს ეკუთვნოდე ფიქრითაც, ქმედებითაც, საქციელითაც, აპარაკითაც რომ აი 15-20 წუთი უკითხავდე წიგნებს რა იქნება ეს რა არის აი არ ვიცი საოცარი კავშირი დედასა და შვილს შორის მამასა და შვილს შორის რომ თუნდაც 15-20 წუთი მისცე თავს იმის უფლება რომ მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ერთ შვილთან ასაკობრივიდან გამომდინარე ასაკობრივი განვითარებიდან გამომდინარე იჯდე მას ერთად კითხულობდე ოღონდ ესე კი არა მე წაგიკითხავდა შენ მომის აბა რა ხდება ვინ არის პერსონაჟი მოდი შენ რო იყო ამის პერსონაჟი შენ რომ მეფე იყო რას იზავდი ხო შენ რომ ახლა მოსაცხამი კონდეს და აი მუდმივი კავშირით რომ არ გაგვეპაროს ჩვენ შვილებსაც თუ როგორც მასწავლებელი ვფიქრობ იმას რომ ყველა მოსწავლეს სჭირდება მხარდაჭერა, თქვათ ემპათია, სჭირდება აი იყო მისი აი როგორ თქვათ საყრდენი, რა კაი სიტყვა არა, საყრდენი რო იყო, ასე სჭირდება შვილსაც რომ დედა ეიმედებოდეს საყრდენად, რომ საიდუმლოს გაუზიარებს თქვათ რაღაცა და
მოკლედ თხოვნა იქნება მშობლებთან, რომ აი უფრო მეტი ესეთი რა ჩართულობა შვილის განვითარების პროცესში. კი ბატონო, შემდეგი ჩემი კითხვა არის ესეთი, რომ არის თუ არა ადაპტაცია მორგება თუ ინტეგრაცია, სად გადის ზღვარი ინდივიდუალობის შენარჩუნებასა და წესების მიღებას შორის. როგორ ეხმარება მასწავლებელი ბავშვს, რომ წესების მიღება მისი ინდივიდუალურობა არ დაჩრდილოს? ნახეთ, საზოგადოებაში ჩვენ სადაც მივდივართ, რეალურად იქაურ ქუდს ვიხურებთ, ხო? იმიტომ რომ მაკდონალდსში პირობითად ახლა მომიტანა სიტყვა მივდივართ, იქ არის წესები, რომ ფეხზე უნდა გაიხადო, თქვა მიიტანო რაღაცა. ნებისმიერ სივრცეში სადაც მივდივართ, იქაურ თქვათ მე მაინც შეთანხმებებს ვიტყოდი და არა წესებს, იმიტომ რომ ეს სიტყვა ძალიან მომწონს, კიდევ ამბობ ჩემი სკოლიდან გამოყოლილი, ჩვენ კიდევ კარგი რომ ამ სიტყვას ხშირად ვუმეორებთ საკუთარ თავსაც და მოსწავლეებსაც, რომ ჩვენ თუ იქაური შეთანხმებებით ვიცხოვრებთ, რომელი თქვათ აი ტრანსპორტში ვზივართ პირობითად, ხო? ტრანსპორტს ხო თავისი შეთანხმებები აქვს ყვირილის გარეშე, თქვათ რაღაცა ხმაურის გარეშე, არ ყვირით, არ ვდგებით, თქვათ რაღაცა. მოკლედ, ზღვარი რომ არ გაგვეპაროს, ხო? ინტეგრაციასა და საკუთარი ინდივიდუალური ხედვის, თუნდაც ხედვის ან აღმოჩენის იმაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისევ სწორად მიწოდებას, ხო? რამდენად სწორად ხდება მიწოდებული, თუნდაც აი ეს კონკრეტული შეთანხმება. სკოლაში ვხედავთ და ვუსმენთ, თქვათ, პირობითად მასწავლებელს. ეს ხომ შეთანხმება, ჩვენ ხო შევთანხმდით, მაგრამ აი ახლა აი აგერა ერთ მოსწავლეს, ხო? თქვენ რომ ზღვარი არ იყოს და ეს ინტეგრაცია არის თუ არა, ეტირება, იმიტომ რომ აღარ ახსოვს პირველ კლასელებთან ყოფილა ჩვენთანაც ესეთ შემთხვევა, რომ თქვათ გაკვეთილზე ვერ შემოდის, იმიტომ რომ იქ დედა დატოვა ეზოში, დედის დარდი გაყვა, ხო და ეხა დედა უცბად ძალიან ერატრება. აი სწორედ მან არის ესე თქვათ ყველაზე მეტი ძალისხმევა საჭირო, ყველაზე სწორი მიდგომის შემუშავება, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ყოფილა, ჩემს პრაქტიკაშიც ყოფილა, რომ აი მთელი 3 თვე ბავშვი კლასთან იდგა არ შემოდიოდა და ეს ორი ხა ამდენხანს არ გაგრძელდა, მაგრამ აი გინდა რომ შემოიყვანა, მაგრამ როგორც კი თავს გრძნობდა რომ საკლასო ოთახში იყო, მაშინ განსაკუთრებით ახსენდებოდა დედა. ხო, ამიტომ აი ძალიან კარგია რომ აი გუნდი მუშაობს ამის დაძლევაზე და არა კონკრეტულად მასწავლებელი, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, რაც შეიძლება აი ეს სტრესის და ზედმეტი აი დაწოლის გარეშე, ხო, ბავშვმა გადალახოს ეს ტრანზაქცია, მოახდინოს, იმიტომ რომ შეიძლება ბაღში ზარდადიოდა, ხო? ძალიან ხშირად არიან რომ ჩვენი სკოლიდან, თქვა, სკოლამდელი აღზრდიდან გადმოდიან და ამ შემთხვევაში ინტეგრაცია უკვე მოხსნილია, ხო? იცის საკლას სკოლის შეთანხმებები მანამდეც გაუგია, იცის რომ აი ეს შეთანხმებები კიდევ უნდა გააგრძელოს და კიდევ უფრო უნდა ეცადოს რომ ამ შეთანხმების დარღვევით სხვა არ დააზიანოს, იმიტომ რომ სადაც მთავრდება შენი უფლება, იქ იწყება სხვისი, ხო და სადაც პირიქით სხვისი მთავრდება, იქ იწყება სწორედ შენი უფლებები და მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი თანმიმდევრული თუნდაც ისევ შეთანხმებები მშობელსა და მასწავლებელს შორის, მშობელსა და ფსიქოლოგთა გუნდს შორის, მშობელსა და თვითონ მოსწავლეს შორის. იმიტომ რომ არ შეუძლია მისთვის ეს მტკივნეულია. ეხლა ერთი შეხედვით ჩვენთვის ადვილია. რა მოხდა მოდი შემარი ხო? ეს ერთი შეხედვით არის ასე ადვილი, მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით რა დუხს შეგნით ხო იქ გონია რომ ეხლა დედა თუ დატოვებს ხო? აღარ მოაკითხას ან რაღაცა რა ვიცი, აი დედა საწავა. ახლა მე რო აქ ვიქნები. მოკლედ თან ერთ-ერთი რჩევაც არის მაინც მშობლებთან. რაც უფრო ადრე გავუშვებთ ნახე, რაც უფრო უკნელ-ნელა მოუხსნით აი ამ ჯაჭვურ კავშირს დედასა და შვილს შორის, ხო, სიმბიოზურ რა.
რამდენი მშობელია, რომ ვაიმე ახლა პირიქით, ახლა მშობელი ღელავს, რომ რასაკეთებს ნეტა ჩემი შვილი მთელი დღე. ვაიმე რა ქნა და არის ფოთვებში, რომ თქვათ ასისტენტ მხარდამჭერი მასწავლებლები ყავს ჩვენ სკოლას და მხარდამჭერ მასწავლებლებს ხშირად ურეკავს, აბა რა ქნა ახლა დღეს დაწყალი დალია, თქვათ შეჭამა. რაც უფრო მშობელიც და შვილიც ფოთვების გარეშე მიიღებენ, თქვათ სიახლეებს, მით უფრო უკეთესია ორივე მხარისთვის, ხო და აი ეს რომ ჩვენც რომ ზღვარი არ გაგვეპაროს, ნელ-ნელა მოვიყვანოთ და ინტეგრაცია მოვახდინოთ ისე რომ რაც შეიძლება ნაკლები კივილი მიაყენოს ისევ ინდივიდს, მით უფრო უკეთესი იქნება, ხო. თუმცა კიდევ ამბობ, არის ეგეთი შემთხვევებიც, რომ ესე პირდაპირ მომადა დაჭდეს და მოგისმინოს, რასაკვირველია ასე მარტივადაც არ არის, ხო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს მასწავლებლები, რომ სწორედაც რომ მოგისმინოს და სწორედაც კი არ მოგისმინოს, ისე იყოს ჩართული, რომ მერე ეს ჩართვა თვითონ მას ანიჭებდეს ბედნიერება. აი, როცა ბავშვი ბედნიერია და როდის არის ბედნიერი? როცა თამაშობს, ხო? როცა თვითონ არის როლში. როცა თვითონ არის სამყაროს მთავარი ნაწილი, ხო? როცა რაღაცას აღმოაჩენს, როგორც გურწმირას ხოლმე თალერის პირაკაცებს რაღაცას რომ მიუხვდი რომ იტყვის, როცა აი ეს სწორედ აღმოჩენებით სწავლება, სწავლაკეთებით, სწავლა აი ამ დაკვირვების, სწავლა ბავშვის ინტერესებზე დაყრდნობით, სწორედაც ქმნის უკვე საკლასო გარემოს საინტერესოს, საკლასო გარემოს და არა მარტო საკლასო გარემოს სწავლების პროცესს. ხდის უკვე აი ესეც რა განწყობის შემეცნებით. ხო. უზნაძის განწყობაც რომ გავიხსენოთ, განწყობის ფსიქოლოგია არის პირველი, რომელიც განსაკუთრებით აი ესე უნდა ვატრიალოთ საგაკვეთილო პროცესში, რომ ჯერ განწყობით მივიყვანო ბავშვის სწავლამდე, ხო, შემეცნებამდე, განვითარებამდე და მერე ეს ყველაფერი გამოიყენოს უკვე ცხოვრებაში. კიდევ ისეთ რეალურად კიდევ მაინტერესებდა ეს ინდივიდუალურობის არ დაჩრდილვაში რას გულისხმობ. არ ვიცი რამდენად დაწყებით კლასებში ეგრე ხდება ხოლმე, მაგრამ აი მაგალითად მე მქონდა ეგეთი შემთხვევა ქართულს როდესაც დავავდით, თან მეყვარდა ქართულის მასწავლებელმა შემოყვარა რეალურად ქართული რა. იმიტომ რომ საოცარად უყვარდა თვითონ მას ლიტერატურა და აზროვნების სივრცეს ქმნიდა, უფლებას გვაძლევდა, რომ ჩვენი ინტერპრეტაციებით მივსულიყავით რაღაცა დასკვნებამდე რა. მაგალითად შუშანიკის წამება, რომ განვიხილეთ, არ ჩაუბეჭდია ჩვენთვის შუშანიკი როგორი ქალი იყო. სიტყვაზე ვიძახი და მე მახსოვს, რომ მე და ჩემს ერთ დანაკლასელს ბიჭს რაღაცა შეკამათებაც კი მოგვივიდა, იმიტომ რომ მე ვთვლიდი, რომ შუშანიკი იყო ძალიან ძლიერი ესეთი მაგარი ქალი, რომელიც რაღაცებზე წინ წავიდა, რაღაცა თავისი პრინციპებიდან გამომდინარე თუ როგორც იყო და ის თვლიდა, რომ პირიქით ძალიან თუდად ეს მოიქცა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გააკეთა, მაგრამ არც ერთ არ მოგცა ის, რომ მე სწორი ვიყავი, ან ის სწორი იყო. აი, ხშირად მასწავლებლებს შევიათ ხოლმე საკუთარი აზრი, საკუთარი შეხედულებიდან აზროვნების საშუალების მიცემა რა. თუ მე აი ესე ვაზროვნებ სწორი, არასწორი ვარ რა. აი, მან როგორ უქმნით კომფორტის ზონას, როგორ შეკავთ ეგეთ აზროვნებაში? ნახეთ, როგორ არის კამათში იბადება ჭეშმარიტება. ხო ესეა ხო მიუხედავად იმისა რომ ხა პირველ კლასს დაწყებით საფეხურზე ვარ მე და თითქოს რა უნდა იკამათოს ბავშვმა და რომელ ჭეშმარიტებას უნდა მიაგნოს სწორედაც რომ ისეთ ჭეშმარიტებებს აღდგენენ და ისეთ საინტერესო დასკვნებს აკეთებენ თავად რომ გაგიკვირდება ხო რაღაცა კონკრეტულ ზღაპარს როცა განვიხილავ თქვათ ესე უნდა მოქცეულიყო თუ ისე უნდა მოქცეულიყო ნახეთ ყველა აზრი მიღებულია ხო? კიდევ ისევ როს შეცდომები მოსულა, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ჩვენ გვაქვს აი ეს და კარგი ხერხია რომ მოდი რომ ფიქრობ რომ ასეა. მოდი მომიყვანე სამი მიზეზი, რის გამოც ფიქრობ რომ ასეა, ხო? და კაი აქტივობაა ფიქრის გვირაბი, აი ესე გადიხარ გვირაბში, აქეთ თქვა ძალიან ხშირად ყოფილა რომ თქვა რაღაცა დისკუსია პირველკლასელებთანაც გადასარევად ისე კარგად თამაშობენ.
რომ ყოფილა რომ თქვა ეთახმები ჩიტს მელიას უნდა გადაეგდო მელიასთვის თქვა პირობით ეხა ზღაპარი გამახსენდა ხო რომ უნდა გადაეგდო დედას თავისი ბარტყები თუ არ უნდა გადაეგდო ხო და რომელიღაცა მხარეს იჭერს ბავშვი და ესე გვირაბს აკეთებს და ხშირად ყოფილა რომ მოყავს ეს არგუმენტები და მე იცვლის უი ჩემ მეგობრის აზრი უფრო მომეწონა რატომ იმიტომ რომ მას უფრო მყარი არგუმენტები აქვს რატომ არ უნდა გადაეგდო ამ შემთხვევაში ხა რადგან უცბად ეს ზღაპარი გამახსენდა რატომ არ უნდა გადაეგდო დედას თავისი ბარტყები ხო ნახე რისი თქმა მინდა ის რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება მე თუ სწორად წავრმართავ კამათს და ვიტყვი რომ შენც მართალი ხარ შენც სწორი ხარ იმიტომ რომ შენ სამი რახე ნახე რა ძლიერი არგუმენტი გაქვს ხო ახლა ბავშვები ხა არგუმენტს შეიძლება ვერ გამოიყენო ამ ასაკობრივ ჯგუფში მაგრამ ის რომ შენ ასე ფიქრობ რატომ ფიქრობ ასე ანუ ნახე ჩვენ ხო ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვასწავლოთ ფიქრი ხო კრიტიკულად მნიშვნელოვანია თუ კიდე დაუბრუნდები იმაზე რომ 21 საუკუნის უნარებში ერთ-ერთი არის კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება მაშინ რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოვიყენო ამ ტიპის აქტივობები ხო ქართულშიც მათემატიკაშიც სადაც შევძლებ რომელ საგანშიც იმიტომ რომ შეძლოს ბავშვმა თავისი სიტყვის დაცვა თუნდაც მაგრამ არც ის უნდა მიიღოს მტკივნეულად რომ მე გზადაგზად თუ აღმოაჩინე რომ მისი მეგობარი უფრო აღჭურვილია მეტი არგუმენტით ამ შემთხვევაში ახლა ესე ვიტყვი უფრო მეტი სათქმელი აქვს ამ პერსონაჟის დასაცავად შეიძლება რომ იცვალოს ხო და ჯანსაღია და პირიქით ეს არის რომ გამოდის რომ ესე იგი სწორად წარიმართა ჩვენი დისკუსია და ასე რომ აი ეს ისევ ეს მიდგომა რომ ბავშვს არ უნდა ეშინოდა შეცდომები რომ შეცდომების აღიარება რომ ყველა აზრი მიღებულია ხო პირველ რიგში იცით რა ბოდიში ვატყობდები მაგრამ პირველ რიგში არ უნდა ეშინოდეს ჩემი აზრით საერთოდ გამოთქვას თავისი აზრი ანუ ის არ უნდა უშვებდეს იმას თავშივე რომ შეიძლება არ შეიძლებოდეს რომ რამე თქვას კი აუცილებლად ყველაფერი პირიქით მით უმეტეს აი მგონია რომ ბავშვობაში ზუსტად ეგ გვაგვიდევს ჩვენ ყველას ჩვენ თაობას განსაკუთრებით გვაქვს აი თქვენ კიდე პატარა ხართ იცით რა მოკი არ გვაკლდა აი ბავშვობაში გვაქვს ეგ აზროვნების თავისუფლება თუ არ ჩაგვიხშეს მშობლებმა სკოლამ ასა ყველა ირგვლივ საზოგადოება შეგვიძლია ესე ღიაკარები ვართ თითქოს და ყველაფერს ვიძახით და უფრო მარტივად ვუყურებთ რაღაცებს და არ ვზღუდავთ ჩვენ თავს იმაში რომ ვიაზროვნოთ ზოგჯერ საზოგადოება გზღუდავს მე ხო ზოგჯერ არა ძალიან ხშირად ამიტომ აი ამას ვამბობ ოქროს შუალედი ნახე როგორი კარგი სიტყვა ოქროს შუალედი არჩიო ის ოქროს შუალედი რომ ამასაც ეგონოს ერთ-ერთ მონაწილეებს ერთ-ერთ მოსწავლეს რომ მე რა იტყვის და არავინ არ იქნება მისი განკითხველი ესე რომ თქვა ან დამცინავი და მეორესაც ეგონოს რომ მე რა ის რომ სხვა აზრზეა ჩვენ მაინც ხომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება და მისი დაცვის კიდევაც ხო კი აუცილებლად ხო აი ახლა ამან მოიტანა მგონი საქმე კი ბატონო შემდეგი კითხვა მაქვს ესეთი რომ ჩვენ ყოველ წელს ხედავთ ახალი მიკროსაზოგადოების დაბადებას რაც ეს სკოლის მე ხდება რა არის მთავარი ნიშანი, რითაც ხვდებით, რომ ბავშვმა სოციალური კონტაქტი გააფორმა, ესე ვთქვათ და მე გადავიდა ჩვენზე. როგორ გითხრა, როგორ არ დავუბრუნდე ისევ იმ ჩვენი BGA-ს თუნდაც აი ამ მიდგომას რომ მე და ჩვენ ამ სკოლა ჩვენთან ჩვენი მიდგომებით ამ ღირებულებით მართლაც ერთია და ეს მიკროსოციუმი რომელიც საკლასო სივრცეში ხვდება ძალიან მალევე ხდება ჩვენი ხო იმიტომ ყოფილა შემთხვევა რომ რაღაცა მოუტანია ბავშვს რაღაცა ერთი და იმ წუთში ვიწყებ რომ ეს ჩვენია ნახე მოდი ჩვენ ერთად გავიყოთ აი ფანქრები მოდი ჩვენია და ჩვენ უნდა მოუფრთხილდეთ ხო ყველა სასკოლო რესურსი რაც გიდევს ჩვენ საერთო გვაქვს და ის რომ ინტეგრაცია მოიტანოს ზუსტად ეს რომ ჩემი კი არა ჩვენია და ეს ქვეყანა ჩვენია ხო ზუსტად მაგიტომ დავსვიეს ეს ქვეყანა ჩვენი როა სწორედ რომ საკლასო ოთახიდან იწყება ხო შენი და ჩემი რამ გაყო როცა ერთ საქმეს ვემსახურებით როცა ჩვენი მთავარი საქმე არის ერთობლივი ინტეგრაცია როცა ჩვენი მთავარი მიზანი არის მეგობრობა მაშინ ჩვენ ვართ ერთმანეთის მხარდამჭერები და არა მე ვარ
ცალკე ინდივიდი და ესი ძალიან საინტერესო თქვი რომ აი ყოველ წელს ახალი მიკროსოციუმი შემოდის მართლა აი ყოველი ახალი წელი ახალი გამოწვევებია ისე როგორ განსხვავდებიან აი ხა მაგალითად პირველად რო სკოლაში მიხვედით და ეხლა ბოლოს აი წლების განმავლობაში ხო და რო შეგიძლიათ თუ შეატარო იცი რა აი თვისებებითაც ძალიან კარგი თაობა საოცარი მებრძოლი საკუთარი თავის პატივისცემაც რო იცის და სხვისით კიდევ ამბობ მოდის ოღონ ჩვენ უნდა სწორად ვასწავლოთ უფრო კარგად ინტეგრირებული სამყაროსთან ტექნიკასთან ისე აი გაჯეტები რო უფრო მეტად შემოსულია ვიდრე ადრე იყო ეს არ უშუქებს ეს ისევ მედლის ორის მხარეზე დავდგები თუ მასწავლებელი აი ამ ტექნიკურ მხარეს გამოიყენებს როგორც სასწავლო რესურს როგორც თამაშს ახლა როგორ დღეს იყო ზუსტად რომ რაღაცა ბმულს ჩაუგდებ ხოლმე მათემატიკის და მეუბნები რომ აი დღეს თქვენ გაჯეტებში უნდა გააკეთოთ მაგრამ როგორ უხარია რომ დაიბრუნა თავისი კუთვნილი გაჯეტი ხო მაგრამ ამ დროს უნდა ისწავლოს. ამ დროს ბმული აქვს, რომელშიც მათემატიკა რაღაცა იქ ერთმანეთს თუ გაუსწრებენ მანქანები, ეს ერთ-ერთ მანქანაში ზის და ამ დროს მათემატიკური გამოთვლები უნდა გააკეთოს, რომ გაუსწროს, ხო? რეალურად თამაში დამოკიდებულება კიდევ ისე ვამბობ განწყობა უზნაძის განწყობისეული მიდგომა ცვლის დამოკიდებულებას იცის რომ ტექნიკასთან შეუძლია ახლა წვდომა კონდეს იმიტომ რომ დავალება აქვს შესაძლებელი ხო ამიტომ აი ძალიან მიყვარს ეს სიტყვა ოქროს შუალედი ყველგან და ყველაფერში იმიტომ რომ ესე თქვა კეპლას რომ სადამდეც ისე იქამდე მოიდრიკება მაგრამ თუ ზედმეტად უკვე წდება და აი არც უნდა მყიფეა ამათი ისა ძალიან მყიფე აი საერთოდ ფსიქიკაც შინაგანი სამყარო ძალიან მოფრთხილება და ისეთი შეფუთვა სჭირდება მაგრამ არა მხოლოდ სათბურის პირობებში გასდა ხო ჩვენ თასმის შეკრა კი არ ვუკრავთ თასმას ვასწავლი როგორ ჩვენ ცხოვრებას ვასწავლით მასწავლებლებს აი ეგ არის ზუსტად ყველა კი არა აი თქვენ როგორ კარგად ახსენეთო მე ჩემი ცხოვრების მასწავლებელი აღმოჩნდაო ხო არ ვიცი ქალბატონზე ამბობდით თუ მით უმეტეს ხო აი სულ ერთია მამაკაცი თუ აი შენი ცხოვრების მასწავლებელი რო აღმოჩნდეს ადამიანი რამდენი რამე უნდა სწორად ჩაგინერგოს არა და კიდევ ამბობ ეს არის სწორედ სად იწყება შენი დამოუკიდებლობა სად არის შენი თავისუფლება სად იწყება იქ აი პატარაობიდანვე სადაც შენი სათქმელი ყველას ესმის ხო სადაც მიღებული ხარ შენ ამ სოციუმისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ. კი და ის შედარება შეიძლება თუ არ გინდათ არ შევადაროთ, მაგრამ მაინტერესებს მე და განვითარდა. კიდე ხო აი ხო რაღაც ეთყობა ცოტა გამექცა სათქმელი, მაგრამ ძალიან განვითარებული თაობა მოდის და აი ეს განვითარებაც ნახე რა სიტყავს საგაკვეთილო პროცესის ცვლილებებსაც. ხო, აი ზუსტად მან მივდიოდი. ის ბევრგან არის ბევრ სკოლებში ხა თქვენთან როგორც ხვდები აბსოლუტურად შეცვლილი და თანამედროვეა ყველაფერი და ძალიან მაგარია ეს მაგრამ ბევრ სკოლაში არის აი რაც იყო ჩემ დროს სიტყვით სწავლება რამდენი წლის წინ ეხლაც იგივე მეთოდოლოგიით მიგენ და იდეოლოგიით მიყვებიან ამ ყველაფერს აი გავჩერდები ახლა და ცოტა სხვანაირად წამოვიყვან სათქმეს მასწავლებლობა არის პროფესია რომელიც მუდმივ განვითარების პროცესზე არის დაფუძნებული ხო თუ შენ ბედამ რო ასწავლო შენ უნდა ისწავლო ჯერ ხო მე აი თქვენ კითხვა დასვით რომ როგორ განსხვავდება იმ თაობის მოსწავლეები ამ თაობის სადა დედამიწასავით განსხვავდებიან ამათ სათქმელის თქმა შეუძლიათ დაცვა შეუძლიათ და უფრო მეტიც იმ გაჯეტებს ისე უნდა მოვაშორო უმტკივნეულოდ მე აგერ მასწავლებელმა ისე შევუცვალო აქტივობები რომ დავაინტერესო იმიტომ რომ იქ რო ყველაფერი დიდია და ფერადია და მოკლე აქტივობებზეა დამყარებული ხო მეც ზუსტად ესე უნდა გავაკეთო საგაკვეთილო პროცესი მე უნდა მოვერგო ამ თაობას და არა ისინი მე ხო ესეა მე წეგან საუბარში ვამბობდი რომ ბებიაც ვარ ხო აგერ 5 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებია ვარ მაგრამ მე როგორც ბებიამ თუნდაც სწორედაც რომ მათი ენა უნდა ვისწავლო იმიტომ რომ
მე 25 წლის წინ მასწავლებლობა დავიწყე, სულ სხვა რეალობა იყო, ხო? აი სულ სხვა რა გაჯეტი და რა თქვათ რა ტექნიკა და რა YouTube და რა ნებისმიერი ის ცოდნა რაც ამ ბავშვებს აქვთ ახლა. ჩემი 3 წლის ბუთქუნახელება შვილი უფრო კარგად ადაპტირდება იმ ეკრანზე, ვიდრე მე თქვათ ონლაინ სწავლება რო დაიწყო, მახსოვს შოკში ვიყავი პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ მე აგერ ამ თაობის ადამიანს წიგნი რვეული ფურცელი რაღაცა ის მქონდა და უცბად პრეზენტაცია ამდენი ბავშვისთვის უნდა გამეზიარებინა და ესენი უფრო ყოჩაღები არიან. მე ვარ, ჩვენ ვართ სტუმარი ამ საუკუნეში და არა ისინი, ხო? თუმცა ნახე არ გაჩერდე თითქოს ახლა რაღაცა ისეთ, მაგრამ მასწავლებელი თუ ხარ, სწორედ ეგ არის, რომ არ გაჩერდე განვითარების გზაზე. შენ უნდა მოერგო ამ საუკუნის ახალ ადამიანებს. ხო და აი 25 წლის წინ სულ სხვა გამოწვევები მქონდა საკლასო სივრცეში, ხო? ფერადი დაფაც კი, ისიც იყო ცარციც კი, საკმარისი იყო ალბათ, რომ ახთოვანება, მაგრამ ახლა რომელ ფერად ცარცია საუბარი, როცა აი მართლა და გაფერადო სამყარო, რომ ბავშვმა აი იმ ფერადოვნებიდან შენთან ინტერესი მოიტანოს, ხო? რომ ჩაანაცვლოს ის ფერები საკლასო ფერებმა და ამიტომ რეალურად აბსოლუტურად სხვადასხვა თაობაზე ვსაუბრობთ, როდესაც მე ვსაუბრობ ჩემს პირველ მოსწავლეებზე და ბარემ აქ ესე უცბად გამახსენდა, როდესაც მე ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე მასწავლებლობა და პირველად როდესაც დამიძახეს სიტყვა მასწავლებელი, ეს იყო ჩემთვის ვერ მივხვდი, გავწითლდი, ამნერვიულდი და დღეს მე ვარ ადამიანი, რომელიც ვამაყობ, რომ მე ვარ მასწავლებელი და მასწავლებელს თუ მეტყვიან, ხო, აი ეს სიყვარულით, მაგრამ ჩვენ ეს მიდგომა გვაქვს, რომ ჩვენ ვართ მეგობრები. ხო, ჩვენ ესე ვიცით, რომ მე ვარ მათი დიდი მეგობარი და ყველაფერი შეუძლია მითხრას, გამიზიაროს და ისინი არიან ჩემი პატარა მეგობრები და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მე მათგან ბევრს რამეს ვსწავლობ. მე ბავშვები და ჩვენ მასწავლებლებს, ახლა მე ყველა მასწავლებელს ყოველდღიურად შეუძლია ბავშვისგან აი ამ ლაღი ადამიანებისგან ისწავლონ რაღაცეები და გამიმართლა კიდევ ერთხელ რომ ეს პროფესია ავირჩიე და არ ვბერდები. და მათთან ერთად არ ვივარ, მათთან ერთად ვსწავლობ ახალ თამაშებს, მათთან ერთად ვსწავლობ ვიყო ამ საუკუნის ადამიანი. ხო, იყო მათნაირი და იყო ამ საუკუნეს მორგებული. იმიტომ რომ მე ჩამოვჭი სადღაც, მე კიდევ მე-20 საუკუნი დამოვდივარ, ხო? ესენი 21 საუკუნის ადამიანები არიან. ერთი სტუმარი ყო და მასწავლებელი ასევე, გიორგი ლიპარიშვილი, რომელმაც თქვა, რომ მე ვარ მოსწავლებელი. ხო, გიორგი ძალიან ძვირფასი და საინტერესო ადამიანია მართლაც და თვითონ აი ეს სიტყვა არის ყველაზე ძვირფასი, რომ იყო მოსწავლებელი, ეს ნიშნავს თან მოსწავლე ხარ. აი ეს სიტყვა ზუსტად ეგ არის ჩვენი მასწავლებლების მთავარი როლი, რომ აი შევიდე იმის ტყავში, ხო? 5 წლის არის, 6 წლის, 7 წლის და როგორ იფიქრებდა, რა მოეწონებოდა, რა გაახარებდა და იმის გადმოსახედიდან დავგეგმო მერე საგაკვეთილო. მაშინ ხარ ნამდვილად მოსწავლებელი, ხო? ანუ მოსწავლის თვალით, როდესაც ხედავ, თუნდაც საგაკვეთილო პროცესს, თუნდაც სწავლებას, თუნდაც განვითარებას და იმას, რომ ვა რა ვისწავლე ახლა ისეთი, რომ იმან თქვათ პირიქით მასწავლიან, კიდევ ამბობ ბევრ ძალიან საინტერესო რაღაცებს. ამ სამყაროს ადამიანობას მასწავლიან. პირველ რიგში, რომ მოვერგო სამყარო. ხო. ჩემი ბოლო კითხვა ესეც იქნება, მე მაინც აი ნიშნების ამბავზე მინდა რომ დავბრუნდე, ეს ნიშნების დევნა, ჩემ დროს ძალიან იყო რა, მაგალითად. აი რამდენად ფიქრობთ, რომ ყველა საგანში, ახლა თქვენ რაღაც შეფასებები გაქვთ განვითარებელია ხა დაწყებით საფრთხე. მაგრამ აი ზოგადად რო ველაპარაკოთ, საერთოდ ზოგადად შემდეგ როცა ნიშნები შემოდის, რამდენად ფიქრობთ, რომ ყველა ბავშვს შეუძლია ყველა საგანში მაღალი ნიშანი ყავდეს? ანუ მაგალითად ხო არის ჰუმანიტარული აზროვნება, ესეთი აზროვნება, მე მაგალითად რაღაცა კლასამდე ყველაფერში მყავდა ძალიან მაღალი ნიშანი. მე რაღაცა საგნებში აღარ მყავდა უკვე მაღალი ნიშანი, იმიტომ რომ ჩემი გონება ცოტა სხვანაირად წავიდა და უფრო ინტერესი სხვა რაღაცეების გამიჩნდა. აი მან როგორ ფიქრობთ, მანდაც გადასახედი ხომ არ არის მეთოდოლოგიაში, იქნებ ბავშვმა
ის საგნები ის ყველაფერი უნდა ისწავლოს, მაგრამ იმაზე გააკეთოს პირდადი. მას აინტერესებს. მაგალითად, რა ვიცი, ქართული ენა, ფიზიკა, მათემატიკა აინტერესებდეს ძალიან. ძალიან მართლაც რომ ძალიან საინტერესო კითხვა და ისევ დაუბრუნდები იმას, რომ რამდენი ადამიანიც არის, იმდენი ინდივიდია, ხო და იმდენი განსხვავებული სამყაროა. განსხვავებული სამყარო თუა, განსხვავებული ვართ ადამიანები, აი ამ თუნდაც აი იმ სწავლების იმითაც რო თქვა ვიღაცას ტექნიკური უფრო მეტად მოსწონს, ვიღაცას ჰუმანიტარული საგნები, ვიღაცას კეთებით სწავლება და აგერ ხეზე მუშაობა, ვიღაცას აი ეს კიდევ ამ ოქროშუალედის პოვნა ძნელია, როგორ შეიძლება რომ ტორტიც კარგად გამომდიოდეს და ბორშიც ხო პირობითად ახლა კულინარიას თუ დავუკავშირებ, ყველაფერი ჩვენც დიდებსაც ერთნაირად კარგად არ გამოგვდის, ხო? ვერ გავაკეთებ ერთნაირად საუკეთესოდ ორ რამეს. სხვადასხვა მიმართულებისას გულისხმობ. თუმცა ის რომ თქვათ იყოს აი ეს თუნდაც აი ეს ოქროშუალედის შერჩეული რომ ბავშვი იქ რაშიც ძალიან ძლიერია და დატვირთული იყოს იმ მიმართულებით და თქვათ რაში ცოტაჯერ კიდევ ჭირდება გაძლიერება, მაგრამ ნიშანი არ იქნება განსაზღვრელი. ხო? იმიტომ რომ ნიშანი მან მშობელს უნდა მიუტანოს, ხო ესეა. ანუ რაღაცნაირად ნადავლივით მიგაქ ნიშანი სახლამდე. საკუთარ თავთან პირველ რიგში და მერე კიდევ ამბობ, შეიძლება ეს ნიშანი დღეს მივიღე და ხვალ აბსოლუტურად ძალიან გამომყოჩაღდე მათემატიკაში და ამ ნიშანმა ისე ჩამომიგდოს ეს мотиваცია, რომ ხო, ამიტომ კარგი იქნებოდა დიფერენცირებული სწავლება, ეხლა ჩემ გადასახედიდან დიფერენცირებულს გულისხმობ არა შიდა დიფერენცირებას არამედ საგნობრივ დიფერენცირებას, ხო, ანუ საგაკვეთილო დიფერენცირებაც არსებობს ერთი საგნის კომპეტენციაში, რომ ვიღაცას ჯერ კიდევ კარგად არ გამოსდის და იმას სხვა ტიპის აქტივობა აქვს, ვიღაცა პირიქით ძალიან ყოჩაღად გამოდის მათემატიკაში ან ქართულში და იმას უფრო ნიჭერი ბავშვი რო არ დაგვეჩაგროს, იმას შესაბამისი ტიპის დავალება უნდა შევთავაზოთ, მაგრამ მე გულისხმობ ამ შემთხვევაში სხვა ტიპის დიფერენცირებას. აი ეს საგნობრივი დიფერენცირება რომ მოხდეს, კარგი იქნებოდა, თუმცა ახლა რამდენად შესაძლებელია, ხო, არ ვიცი. რამდენად ეს განათლების სისტემა მართლა კარგი იქნება, იმიტომ რომ აი თქვენ ამბობთ, რომ ყველა არა მთავრებს სკოლას, ხო, ძალიან ბევრი გადის კოლეჯში, თქვათ მე-11 კლასიდან, უფრო მეტიც მინახავს ადამიანი, რომელსაც დაამთავრა ინსტიტუტი და მიხვდა, რომ რაღაცა არ გამოადგა ეს მიღებული ცოდნა და ხო, დაიწყო ზუსტად რაღაცა ხელობის შესწავლა და ამ ხელობაზე მორგება. ასე რომ კარგია ადამიანება ვიპოვოთ ის რაც ჩვენია და ჩვენსას მაგრამ კარგია თუ ამაში ხელს შეგვიწყობს განათლების სისტემაც, თუმცა ადვილი სამართავი არ არის. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან ძნელი იქნება რომ მაშინ კარგი ლაბორატორიები უნდა კონდეს ყველა სკოლას, ყველას და არა ერთს კონკრეტულს და განსხვავებულს, საჯაროსაც, რომ თქვათ თუ მისთვის ტექნიკური საგნებია, თქვათ აი ის ლაბორატორიაში განიმტკიცოს ცოდნა, გაიღრმაოს, მაგრამ ახლა ქართული ცხო საჭიროა და ქართული ცხო უნდა ისწავლოს. ამიტომ ის იმ დოზით, რა დოზისაც ასაკობრივი განვითარება მოითხოვს. ანუ სიღრმეში ჩავიდეს იქ, რაც აინტერესებს. რაც აინტერესებს, ის ხო უფრო კარგად გამოვა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დღეთან. ის რომ ნიშნით მე როგორც მშობელმა რომ ჩემი შვილი ნიშნით განსაზღვრო, ეს არ უნდა გამეპაროს ეს შეცდომა. ახან 3 ქულა რაღაცა 7 ქულა მიიღე, არ ვიცი ხა რაღაცა ქულებიც უცბად ამერია, მაგრამ რახან დაბალი ქულა მივიღე, კარგი ადამიანი აღარ ვარ, ხო? ანუ ვიმუშაო როგორ გამოვასწოროთ ეს დაბალი შეფასება რაღაცით მოსწავლებაც მასწავლებელმაც და მშობელმაც. ხო, უბრალოდ შეიძლება მართლა არ მაინტერესებდეს ის საგანი, რაშიც პირობითად 7 მივიღე რა, აი შეიძლება მართლა არ მაინტერესებს. შეიძლება მარტო დღეს მივიღე და ხო. შეიძლება ის კონკრეტული თემა არ მაინტერესებს, იმ მომენტში გავდივარ, ხო. ნუ მოდა ცოტა ისეთი აი ძალიან გლობალური კითხვა და ხო, აი ძალიან ისეთი მარტივი ერთ არა, ხო უნდა არა. რაღაცა ძნელია ამ თემაზე ისაუბრო, აი ესე ცოტა გვერდიდან, იმიტომ რომ ძალიან ღრმად უნდა იყო ამ სფეროში ჩართული, უნდა იცოდეთ თითოეული სკოლის და მოსწავლის და ხო, რაღაცა ვერ ვიტყოდი ამას. ერთი მხოლოდ ჩემი პირადი რჩევა იქნებოდა, რომ თქვათ აი ეს საგანთა დიფერენცირებით, ინტერესთა
შესწავლით და ინტერესთა დახარისხებით კარგ შესაძლებლობაზე გავიდოდით, ხო, მაგრამ ეს კიდევ ამბობ გლობალურია უფრო მეტად. საერთოდ მე მგონია, რომ ზოგადად მთელი მსოფლიოს განათლების სისტემას უნდა გადახედო მოხდეს. ეს არ არის დაწყებითი სკოლა, სკოლა. მთლიანად, იმიტომ რომ აი საბოლოო ჯამში რომ ფართო სურათში რომ შევხედოთ რა ხდება, რომ არსებობენ კორპორაციები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული სურვილები, როგორი პროფესიების ადამიანები სჭირდებათ. აი ეს კორპორაციები გადმოსცემენ ამ თავიანთ ხმას და უნივერსიტეტები იქნება თუ სკოლები. იქიდან სკოლებში მაინც ესეთი განათლება არის, რომ უნივერსიტეტი პროცესს ვიწრო შედის. ისინი მისცემენ ბრძანებას ჭყალებში, რომ აი ეს მჭირდება და აი ესე როგორც გამოჭრილი კვადრატები ეს მომიყვანდა მეც მაგალითად ხო ვისწავლე ბიზნეს ადმინისტრირებას. საინტერესოა, მაგრამ არის, სადაც ეხა მე ვზივარ და ახლა ვაკეთებ, ხო? მაგრამ არასდროს არ არის გვიანი გააკეთო ის რაც გაინტერესებს. მაშინ იყო იმ მოდას ეძახდნენ, მაგრამ მოდა საიდან მოდის, ხო? რომ სამუშაო ადგილები სადაც არსებობს, ჩვენ ვცდილობთ, რომ იმას მოვერგოთ, რომ იქ დავსაქმდეთ, ხო? შესაბამისად, ჩვენ ბიზნესა მაშინ იყო მოდაში, რომ ან იყავი იურისტი, ან იყავი მარკეტოლოგი, ან იყავი რაღაცა მენეჯერი, ან ეკონომისტი, ხო? რაღაცა პროფესიების ეს იყო. საბოლოოდ მგონია რომ ალბათ ჯობია რომ პირიქით იყოს რომ ჩვენ ადამიანებს რისი კეთებაც მოგწონს, გვიყვარს და გაბედნიერებს ის უნდა ვაკეთოთ და ამის მიხედვით შეიქმნა სამუშაო ადგილები კორპორაციებში. კი, ეგ ყველაზე კარგი იქნებოდა. ხო, მაგრამ ეს მაინც გლობალური პრობლემა მგონია რა, ძალიან ფართო. სიღრმეში შეგვიყვანს და ხო, ამ პოდკასტში ყოველთვის ძალიან სიულებში შევდივართ. ხო, საინტერესოა, ხოთშორის ძალიან საინტერესოდ გაქვს წამოჭრილი ეს თემა. თუმცა კიდევ ამბობ რომ ერთი ინდივიდის დონეზე ვერ მოხერხდება ამაზე ღრმა მსჯელობა და მithumetes გადაწყვეტა და საბოლოოდ არა ნახეთ აი წარმოიდგინეთ ჩვენ გვისმენს ახლა რამდენიმე რაღაც თუნდაც დაუშვათ რომ 10 ადამიანი სიტყვაზე ვიძახით თუმცა 10-ზე ბევრი გვისმენს აი ეს შეგნება ჩვენ თითოეულში თუ დაიბადება რომ ცოტა სხვანაირად შევხედოთ ზოგადად განათლებას შემეცნებას და სხვა კუთხით შევხედოთ რა მშობლები რომლებიც უყურებენ და თავის მომავალ შვილებს რაღაცა უნდათ რომ ასწავლონ იმიტომ კი არა ასწავლონ რომ მე მომავალში თვეში 10,000 კონდეს ხელფასი იმიტომ ასწავლონ რომ ეს ბავშვი ბედნიერი იყოს თავისი თუნდაც ხელსაქმით ხო თუნდაც ამით იპოვოს საკუთარი თავი იქ ხო აი სხვანაირი დამოკიდებულებები გჭირდება რა ეხლა თქვენ როგორც უდგებით მაგალითად დაწყებით ის მოსწავლეებს ეს ის რომ პირველ რიგში უნდა იყოს ჯანსაღი და მე რაც აბედნიერებს ნიშანი კი არ აბედნიერებს რეალურად იმას აბედნიერებს დედის გახარებული სახე იმიტომ რომ ნიშანი მიუტანა ნიშანი ბავშვს საერთოდ არ აბედნიერებს სულ ხეხებზე კიდია ეს ნიშანი. ეს თვითონ შეიძლება დიდათაც მართლა იმიტომ რომ პასუხისგებლობა აქვს ვიღაცის მიმართ უნდა რომ დედას გაახაროს იამაყოს რომ კარგი ნიშანი და მომიტანო. ხო ეხლა ცოტა რომ გავაშიშვლოთ ეს პროცესი ეგრე არის. ან დედა მან მამა მან ბებიამ და ან ოჯახის ხო და აი მაგიტომ მინდა რომ ეს ითქვას კარგად რომ ბევრი ადამიანი და სხვანაირად დაფიქრდეს. ეხლა დარწმუნებული ვარ ჩემ ხელებით, ჩემზე დიდებით რამდენჯერ დატანჯულან ამ რაღაცა ნიშნები დევნაში ხო აი თქვენს ალბათ და თქვენი შვილები აი გოგონა მოგოთ გითხარით 5 მყავს და აი ბარებ უბრალოდ სიტყვა მოიტანა და დღემდე არის 28 წლის და დღემდე არის პირველ კურსელი და ძალიან ვეციდება როდესაც ამას აი სხვა კუთხიდან უყურებ ეხლა ამ ეტაპზე სწავლობს ვენაში მაგრამ ნახეთ რა იყო და ძალიან მეხარია მე როგორც მშობელს ეს რომ არ გამეპარა და სწორად მივუდექ იმიტომ რომ ჩააბარა ეკონომიურზე და ჩააბარა ძალიან მაღალი ქუნებით, პირველივე კურსიდან აღმოაჩინა, რომ ეს მისი საქმე არ იყო. და აბსოლუტურად იცვალა პროფესია, ანუ და ინსტიტუტიც გადავიდა, თქვათ ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში და თქვა, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. მახსოვს ჩემ მეუღლეში ფოთავდა და ნერვიულობდა კაცო საიდანო ეკონომიურიდანო რაღაცა ხელოვნებაცოდნაობაზე რატო დაეკარგა ყველაგულა და ისევ პირველი კურსიდან დაიწყო მე მახსოვს ჩემი რეაქცია უნდა ყოფილიყო ახლა ფიქრობდი რომ რა ვქნა რამდენად იმიტომ რომ მისი ცხოვრებაა და არა ჩემი ხო და მე არ უნდა გამეპარო სადმე როგორ ვეტყვი ძალიან მნიშვნელოვანია კიდე თუ ვეტყვი რომ კიდე პირველ კურსელი ხარ ხო კიდე თან რაღაცა გადახდასთან არის ხო მე ნაკლებად როგორც მშობელს შენი წილი პასუხისგებლობა გაქვს ფინანსური თუნდაც ხო დასაწყის ეტაპზე და
ვეცადე რომ მეთქი აბა ამიხსენი რა ხდება ისეთი რაც აი ამ საუბარმა აღმოაჩინა და მივხვდი რომ ჩემი შვილისთვის ის საქმე თურმე აბსოლუტურად მიუღებელი იყო რასაც სწავლობდა რასაც აპირებდა რომ შეიძლება მამა და ყველაზე საინტერესო იყო რომ მე კიდე შეიცვალა 3 უნივერსიტეტი გამოიცვალა და ბოლოს წავიდა დაინტერესა ვეტერინარულმა ვეღარ თქვი და ერთი წელი იყო კოლეჯში, თელავში წავიდა საცხოვრებლად. ნუ ჩამოვიდა თქვა რომ არა, ეხლა რატო გადავედიო იცი კოლეჯში? იმიტომ რომ ეხლა რატო ყვებით? ეს არის ცხოვრებისეული. მადლობა რომ ყვებით მაგის. გადავიდა აი ამ თქვა თელავში საცხოვრებლად 1 წლით და ამტკიცებდა რომ მე უნდა ეხლა ვნახო ისე რო არ დამემართოს, უნდა აღმოვაჩინო თუ მართლა ჯემი საქმეა, მაშინ მე ჩავაბარებ ამ უნივერსიტეტში, სადაც თქვა ეს ის და ისწავლა კარგად, რაღაცა მოეწონა, ისწავლა დამოუკიდებლობა თელავში ცხოვრებით თბილისიდან. თელავში გადავიდა საცხოვრებლად, იმიტომ რომ იმ კოლეჯს მორგებოდა და ჩამოვიდა და თქვა რომ დედა, აი ეს 4 სხვადასხვა ტიპის გამოცდილება ეს არც ერთი ჩემი არ ყოფილა და ყველაზე კარგია თუ ეხლა რა უყვები ამ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მე გამიმართლა ალბათ რომ სწორად შევხედე და ახლა ამჟამად ჩემი გოგონა არის იქ და აკეთებს იმას რაც თვითონ უყვარს და თავს გრძნობს ბედნიერად და წარმატებულად მიუხედავად იმისა რომ 5 წელი ზედიზედ იყო პირველ კურსელი საერთოდ პრობლემას ვერ ხედავ თუმცა თქო არის ხო საზოგადოებაში როგორ დაამთავრა საზოგადოებაში მე-18 კლასს რო ამთავრებ რატომღაც აუცილებლად ეგრევე უნდა ჩააბარო უნივერსიტეტში ანუ ოდნავი დაფიქრების დროც არ გაქვს რომ რა გინდა საერთოდ თვალს რო ჯერ ეხლა გამოვედი სამყაროში ხო ეხლა გავახილეთ სამყაროში იმიტომ რომ სკოლის მერე სულ სხვა რეალობაში ხდები სკოლა მაინც სხვა დაცული სამყაროა მაინც რაღაცნაირად ნაკლებად ნაცნობი გარემოა უცბად გადიხარ ესე დიდ სამყაროში და მართლა არ იცი ბოლომდე შეიძლება პირველ კურსზე კი რა მეხუთე კურსეც ვერ აღმოაჩინო ეს საქმე რასაც ახლა აკეთებ და რასაც სწავლობ შენია თუ არა ამიტომ აი კარგი იქნებოდა ეხლა მე ამ კუთხით დავდგები თუ სკოლებში შემოვა და აქაც ცოტათი ვიამაყებ და ჩვენ სკოლაში არის სხვადასხვა BGI-ში ეს გამოცდილება რომ მოდიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები აცნობენ ამ პროფესიას ანუ სანამ ჩააბარებ სანამ მიხვალ შენი თავის აღმოჩენამდე მანამდე ისიც უნდა იცოდე ისეთი კარგი ძალიან კარგი ღონისძიება ხოლმე ბევრ სკოლასაც შეიძლება კონდეს და კარგია თუ რაც უფრო მეტ სკოლას ექნება რომ მოდის მასწავლებელიც არქიტექტორით რაღაცა ექიმით მხატვარი ყველა პროფესიის რაღაცა მეჩარხნე თუ რაღაცა არ ვიცი ხა ტერმინები უცბად და გადაიბა ნებისმიერი ტიპის პროფესია ხო აცნობს სიღრმისეულად ამ ყველაფერს ხო შიგნით სამზარეულოში რა ხდება შიგდა მხარეში აი ეს გარედან რო ბრჭყინავს პასწავლებლობა მართლა ესეთია თქო ან ექიმი თქვა ხო რომ რაღაცეები აქამდე რომ მიხვიდე რა უნდა გამოიარო და ეს კარგი იქნებოდა თუ აი სწორედ აი 16-18 წლის ახალგაზრდებს 17 წლის სანამ მივა სწორ გადაწყვეტილებამდე ჩვენ ხომ აღმოჩენებით მივდივართ ხო სამყაროს შემეცნებამდე და სანამ მოაჩენს რა არის მისი და მისთვის ღირებული და მასზე სინამდვილეში ძალიან მაგარი გამართლებაა რომ მუშაობდე და დასაქმებულიყო იქ სადაც რაც შენ გიყვარს რაც გაბედნიერებს მაშინ არაფერი ძალდატანებითი არ არის ხო პირიქით ვიგიხარია აი ეს ნაპერწკალი წამოგახტუნებს თუდად მყოფსაც და თქვა უძილოსაც ხო და იმ საქმეს კარგად გაგაკეთებინებს ის რაც გიყვარს იმას რა თქმა უნდა უფრო ესეთი ნაპერწკლით შეიტანს შენ საქმეში აი ესეთ მას ხო ამიტომ კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ამ თემას რომ თუ მანამდე შეიმეცნებენ იმას რა აინტერესებს იმიტომ რომ მშობლის როლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხო რას ფიქრობს მშობელი და რას ფიქრობ მე როგორც ინდივიდი და როგორ მოვახდინოთ ეს თქვა თანხვედრა მშობლის და შვილის თქვა ნააზრევი
მიღწევის, რომელიც მერე ჩემი ცხოვრებაა და ჩემი ცხოვრების წარმართვაში ხელი უნდა შემიწყოს ამ ყველაფერმა. კი ბატონო, გეთანხმებით. ბოლოს წინამ კითხვამდე, სულ ბოლოს გვაქვს მოკლედ ესეთი ტრადიციული კითხვა არის ყველა სტუმარს ვეკითხები, მაგრამ მაგამდე მაქვს რამოდენიმე სამი ბლიც კითხვა მაქვს და არ არის ეს აუცილებელი ძალიან ჩავყვეთ, უბრალოდ მარტივად მინდა რომ მიპასუხოთ. რა არის ის ერთი რამ, რაც სკოლამ უნდა ასწავლოს ადამიანს, მაშინაც კი თუ მას მათემატიკის ყველა ფორმულა დაავიწყდება. ძალიან კარგი კითხვა. საოცარი კითხვაა, რომ თუ გათენდება ის დღე, რომ არც ერთი ფორმულა და პირობითად არც ფორმულა და არც რაღაცა ცოდნა, მოდი ასე ვიტყვი რა, სამ სხვადასხვა მიმართულებას, რაც სკოლამ უნდა მისცეს განსაკუთრებულად. პირველი ვიტყოდი ადამიანობას და ილიას სიტყვებს გავიხსენებ კაცად. მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე, ხო? თუ ყოველ დღესა შენ თავს კითხო, აბა დღეს მე ვის ან სხვას რა ვარგე. ერთი ეს ნამდვილად უნდა ასწავლოს სკოლამ. მე თუ ყველა ფორმულა დამავიწყდება და ყველა წესი რაც კი ოდესმე მისწავლია, ადამიანობა არ უნდა დავივიწყო, ხო? და რითი გავახარო სხვა. მეორე თუ არ ვცდები ლუთერ კინგსის კითხვებია, ისა სიტყვებია, ნახე რაღაც ესე იწყება, რომ თუ არ შეგიძლია ფრენა, ახლა სწორად მინდა რომ გავიხსენო, თუ არ შეგიძლია ფრენა, გაიქეცი. თუ არ შეგიძლია სირბილი, იარე, ხო? თუ არ შეგიძლია სიარული, იხოხე. მაგრამ იცოდე რომ რასაც აკეთებ არ გაჩერდე და წადი წინ. ანუ აი შეიძლება ზუსტად ვერ უტყირო ფორმირებას, მაგრამ რომ მაინც განაგრძე წინსვლა. ანუ ის რომ ნებისმიერი რამ შეიძლება ცხოვრების გზაზე წაიქცე, ადგე დაბრკოლება გადალახო, მაგრამ განაგრძე წინსვლა. ანუ მეორე ყველა ფორმულა თუ დამავიწყდება, ეს უნდა მახსოვდეს რომ ერთი ის რომ ადამიანი ვიყო, მეორე ის რომ არ გავჩერდე და გავხდე საკუთარი თავის მოტივატორი, რომ წინ წავიდე და იმას ვქნა და მესამე აი რაღაცა ეს უფრო ისეთი იქნებოდა მოერგე ცხოვრებას. ისწავლე ცხოვრებისთვის, ხო, ჩვენ მასწავლით ცხოვრება. ისწავლე როგორ როგორ სხვისი საქმე რომ შენი საქმეა, ხო? აი რაღაც დაირი ლექსია, ონკარი და წყალი მოდის პირველ კლასში ასწავლე თუ გახსოვთ, ატალახდა მთელი ეზო და სულ ყველაფერს ხედავს გია თუ რაღაცა და სულ ყველაფერს ხედავს რეზო და ორივე ნიღია ონკანს აულიან ჩაუვლიან. ხომ არაფერს არ შავებდი. ხო მაინც დანაშაულია, ხო? ანუ ის რომ ეს ქვეყანა შენია, აი ეს მინდა რომ ვასწავლო ადამ ბავშვს მომავალ თაობას რომ ის სხვისი გასაკეთებელი კი არ არის. შენც გეკუთვნის ეს თანაბრად. ის რო ეზო ატალახდა, ხომ არაფერს არ შავებდა ის ორი ბავშვი, ვითომ თამაშობდა, მაგრამ უბრალოდ შეეძლოთ რომ ონკანი დაეკეტათ, ხო? ანუ აი ეს გლობალურ ჭრილში ისე რომ სამყარო დაინახო. აი ამ კუთხით მე ვფიქრობ რომ აი ამ სამრამეს ვასწავლით. შვენიერი. შემდეგი კითხვა არის, მასწავლებელი უფრო მეტად ცოდნის გამცემია თუ გარემო შემქმნელი? ორივე. გარემო უნდა შევუქმნა, იმიტომ რომ მას უნდა მოუხაროდეს სკოლაში, მისთვის სკოლა უნდა იყოს საინტერესო ადგილი და ის ადგილი, სადაც სიყვარულით ელიან და ელოდებიან თითოეული ბავშვის გაცდენილი დღე, აუ მოგვენატრე, მართლა გულწრფელად გვაკლდი წინა დღეს, ხო? მართლა რაღაცა შენი ნათქვამი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მეორე რასაკვირველია ცოდნის გამცემიც, ხო? ანუ მაგრამ აი რაღაცა დღეს ძალიან ხშირად ვახსენე ეს ოქროს შუალედი და მქონი ოქროს შუალედი, ოქროს კვეთასი არ იყოს, ხო? აი მუდმივად უნდა ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანია, ცოდნა, მაგრამ თან გარემო, ხო, იმიტომ რომ გარეთ თუ თოვს და ქარია და მე ოთახში არ მინდა, ან პირიქით თოვლია და თამაში მინდა, მე ისეთი გარემო უნდა შევქმნო, რომ აუ იქ კი არა, მოდი აქ ჯობდეს, ხო? თუნდაც მოფერებით, თუნდაც თანადგომით, თუნდაც მხარდაჭერით და თუნდაც იმითი, რომ საინტერესო აქტივობები შევთავაზო. და კი ბატონო, შემდეგი არის როგორია თქვენი იდეალური საკლასო ოთახი, სადაც ყველა ბავშვი თავის ადგილს გრძნობს? სადაც შენარჩუნებულია ინდივიდის პიროვნული თავისუფლება, ხო? სადაც ყველა ინდივიდი, სადაც ყველა მოსწავლე არის უნიკალური, გამორჩეული, განსხვავებული, მაგრამ ერთადერთი, ხო? და ძვირფასი ყველასთვის. ეს არის ყველაზე ისეთი კარგი იდეალური საკლასო გარემო, სადაც
ერთმანეთი უყვართ და სადაც სიყვარულით აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ, თამაშობენ, სწავლობენ და ვითარდებიან. ხო, ეს იქნება რაღაცა ყველაზე იდეალური, რომ თითოეული გაკვეთილი, თითოეული საგაკვეთილო მიმართულება თუ საგანი იყოს ბავშვის აღმოჩენის. ბავშვის განვითარების, მისი შემეცნებითი კრედოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფეხური, ესე რომ ვთქვათ. კი ბატონო, მადლობა. ეს კითხვა და მე კიდე ძალიან გავიგე. არა, საინტერესო იყო ძალიან. ძალიან მიხარია, რომ ესეთი სკოლა არსებობს ბრიტანულ ქართული აკადემია და მადლობა სკოლას, იმიტომ რომ ვიპოვე აშკარად ის ადგილი, სადაც ვთქვათ, მე თვითონ ვარ ის, რაც ვარ. ხო, და ვისურვებდი, რომ ესეთი მიდგომებით აბსოლუტურად საქართველოში რაც კი სკოლა არსებობს, ყველას ესეთი მიდგომები გქონდეს, რომ ბავშვები გაიზარდონ განსახდარემოში. გაიზარდონ ჩვენი მომავალი თავი. და სულ ბოლო კითხვა, ეს ტრადიციული კითხვა. აბა თქვენ თავს ამიღწევთ ისე, რომ არ ახსენებთ თქვენს სახელს, თქვენს გვარს, თქვენს წარმომავლობას, თქვენს პროფესიას, თქვენს რელიგიას. აი არაფერს, რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ ესე იმ იარლიყებს, რაც გვაქვს. როგორ მეტყოდით, რას მეტყოდით თქვენ თავზე, ან როგორ ამიღწევთ? ადამიანი. ადამიანი, მე ვარ ადამიანი. მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ ადამიანობაში ბევრი რამ არის, ხო? კაცია, ადამიანი თუ აი ესე რომ ვთქვათ, მე ვიტყოდი რომ პირველი მაინც იყო ადამიანი და იმის მერე ხარ ყველა ის შენი სტატუსი, რაც შეიძლება რომ აგერ ამაყით ვამბობ, რომ ძალიან ბევრი წარმატება მაქვს ჩემს პროფესიაში, მადლობა ჩემს პროფესიას იმისთვის, რომ აგერ მასწავლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ვარ, მრავალი წიგნის ავტორი, ბევრი სასკოლო რესურსის აქტივობების მოდი ესე ვიტყვი, რა ჯერ ადამიანი ვარ და მე არის ჩემს უკან სხვა ყველაფერი. მე ყველაზე ღირებული მაინც ეს არის, რომ დავრჩე ადამიანად. ძალიან დიდი მადლობა. თავისი ყველა დადებითი და თქო თუნდაც ისეთი თვისებებითაც. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო იყო, როგორ გავიდა დრო. მე მგონი ვეღარც ვითვლით და რა დრო გავიდა ის არც ის ვიცი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და წარმატებები ყველგან და ყველაფერში. თქვენც ასევე უღმესი მადლობა თქვენი საქმიანობისთვის, თქვენი შემართებისთვის, თქვენი დამოკიდებულებისთვის და ჩემ მაყურებელსაც ვეთქვი მადლობას, რომ იყავით ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენთან ერთად, მოგვისმინეთ. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ცოდნის მოყვარე პოდკასტი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ, მოიწეროთ ეს ვიდეო, გაუზიაროთ იმას, ვისაც თვლით რომ მათთვის იქნება მნიშვნელოვანი ამის მოსმენა და მადლობა.